სხვა არაფერი არ გამოყვება ჩვენ. Materialul კაპიტალს სხვა მოკპარავს, შვილები, შვილიშვილები, ქმარი, ცოლი, ყველა მაგას ჩალიჩობს. რომ როდის გავჭიმავ ფეხებს, როცა მე მილიონერი ვარ თქვათ, ასაკი მომივიდა და ერთი სული აქვს, თუ ისე ხმამაღლა არ იძახიან, რამენაირად იცი რა, გავპარჭიკდე. თუ არა, მაშინ იპარავენ, მატყუებენ, მამაძაღლობენ, ხო? აი ეს კაპიტალი ჩვენ არ გავყვება. გავყვება სულიერი ინტელექტუალური კაპიტალი, რომელიც იმას ვერავინ ვერ წამართმევს და რაც ჩემთან არის, ის ჩემი არის, ხო? Всё моё ношу с собой, ხო? ბიანკის გამოდნათქვამი როა ძველი ბერძნული ესეთი აფორიზმი რო შევიდა ცნობილი ბერძენი მოაზროვნეების აფორისტიკაში, ერთ-ერთი ეს არის სწორედ. სენეკაც იმეორებს ამას, სხვადასხვა ავტორს მიაწერენ, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მართლაც რაც გაგაჩნია, ყველაფერი შენ უნდა ატარებდე. ხო, მატერიალურ რაღაცებს ვერ წამოიკიდებ და ვერ წაიღებ. აკი ქრისტემაც ეგა თქვა, მოაგროვეთ ისეთი რამ ცათასასუფეველში გაყვეს. არა მარტო ბერძნებს აქ ნათქვამი, იმიტომ ერთმაც ესეთი რამე გითხრა. კაპიტალის დაგროვება არის საჭირო, რომელიც მე გამყვება. საწყალი პატარ-კაციშვილის კაპიტალი დარჩა აქა და რა წაიღო იმას სულიერ ინტელექტუალურ კაპიტალი ნოლზე ქონდა დაყვანილი. გაკოტრებული იყო კაცი, ხო უსმენდით ჩვენ მას სულიერ ინტელექტუალურად. ეგ მისი ინტელექტუალური კაპიტალია. ცათასასუფეველს არაფერს არ ატარებდა ეგა. ესე იგი ცალიერი შიშველი შევა იქ. ასევე სამოსი, გარეცხილი არ იყო მისი სამოსი, ხო. ეს ესეთი კაპიტალი არის, რომელიც ამას ვერამ ვერ წაგართმევს. არ ემუქრება და შენი არის. თუ ჩვენ მაგდენი ვიცით უკვე, აი ეს რაღაც ჩავარდნები და რაღაცები, რომელიც მართალი ადამიანს ყოველთვის აქვს და სვამით ცდილობს სატანა რომ მოვიდეს და რაღაცნაირად იმას გიქნას რა. შეგბოჭოს, გაგაჩეროს. 10-20 წუთიც რო ამას დაუთმო, ის მაინც ხარობს, იცი? შავი აზრები მოდის ეგა რა. უიმედობა. მე სატანას უყვარს ყოველთვის მომავლის შემოტანა აწმყოში. და ცუდი მომავლის. ცუდად როდის ხდება ადამიანი, იცი? აი რა მოგველის ხვალზე, აი იქნება 1 წლის მერე, 20 წლის მერე, ვაიმე ესე იქნება, გონი ის იქნება. სატანა ყოველთვის მაგას ცდილობს. მომავალი, ახლო მომავალი დახატოს ცუდ ფერებში და ამით გაგაჩეროს, ტვინი გაგიყინოს, დაგაკავოს მაგით. ქრისტიანობაში არის მარადიული აწმყო. ხო, არ არსებობს ხო იქ ქვეყანაში დრო. ესე იგი, აქაც ესე უნდა ვიყოთ. ჩვენი ცნობიერება საზღვრებში არის ახლა, მაგრამ იქიდან შეგვიძლია ჩვენ გავიგოთ, რომ აქაც ასეთი იმით უნდა რწმენით ვიყოთ. წარსული და მომავალი ეს არ არის განსახილველი. წარსული საერთოდ არ არის განსახილველი თუ დამიჯერებთ, როცა უკვე იყურებიან ადამიანები და აი რა შემემთხარ და ისე საუბარში თუ დააკვირდებით ადამიანები ყოველთვის წარსულით ლაპარაკობენ. სასაუბრო თემა წარსულიდან არის. არავინ არ ლაპარაკობს აწმყოზე. არა აქვს აწმყო და არ გააჩნიათ. არც ინტელექტუალურ სფეროში, ინტელექტუალურ სფეროში რაც მოყურებ ქართულ სივრცეში, სულ ყველას ლაპარაკი არის წარსული და მომავალი. მომავალი, რომელიც ყოველთვის დახატული არის აი ფერებში. ხო და აწმყოზე არ ლაპარაკობს. ნამდვილი აწმყო არ არის. ეს არის მარადეული აწმყო. დრო არ არის როგორც ასეთი, ხო ეს პირველ სამყაროში არის, ესეც პირობითი არის და ამას არ უნდა ქონდეს ის მნიშვნელობა, რომ არის დროის გამო, სხვათა შორის დროით სარგებლობს კიდე სატანა. ერთ-ერთი ფაქტორი ეგეც შემოაქვს, რომ დროის უქონლობა მაგალითად, რომ ყველა უჩივის, ეგ სატანა პირდაპირ ძლიერ იმას აკეთებს, შეტევებს. რომ დაგაკავოს ყველა იმით, აი დრო არა გაქვს, რაღაც საინტერესო იმისთვის დრო არა გაქვს. რას ქვია დრო არ არის? დრო ყოველთვის არის. ამ კუთხით უნდა წავიდეს თქვენი მუშაობა გონების და არ იქნება ისეთი რაღაც აი ჩავარდნები გქონდეს. ახალგაზრდას აქვს ახალგაზრდული ტემპერამენტი, ფიზიოლოგია სხვანაირი არის. უკვდავება მეტი არის წინ წლებში ახალგაზრდის რწმენაში და უკვდავება რას ნიშნავს? არასოდეს არ გავა, სულ იქნება და ახალგაზრდა იქნება სულ და მუდამ ესე იქნება. უკვე როცა გამოცდილება ცხოვრებისეული კაცმა შეიძინა, გზადაგზა, ცოდნა ეგ არ არის? ყოველი დღის გააზრება ეს არის ცოდნა ინდივიდუალური. ყოველი დღის გააზრება და მომზადება. ღითი დღე ცხოვრება ეს არის ყოველ დღე გამომშვიდობება, ყოველი აწმყო ეს არის გამომშვიდობება იმ აწმყოსთან რომელშიც ვართ. მეორე დღე რომ მოდის ის სხვა დღე არის. ის აღარ არის გუშინდელი დღე, ის წავიდა. და ცნობიერებაში არის შემონახული და კაცი ცნობიერებით რო დადის, ამის კარგი დანთელი დადასტურება მუდმივი წარსულის დაკავება. აი მთელი საქართველოს ცნობიერება ეს არის საქართველოს წარსულის შესწავლა და საქართველოს წარსულით ოპერირება ყოველთვის. წითელ ზოლივით გაზრდებს ქართულ ცნობიერებას წარსულის ისტორიული რაღაც შემეცნება. არაფრის მომცემი არ არის. აბსოლუტურად ის ხალხის წარსული. აი უფრო მეც გეტყვით, სამაგალითოდაც არავინ არ გამოგვიდგება წარსულიდან. არც მეცნიერებაში, არც აზროვნებაში. ჯერ ერთი
რაც არ უნდა სივრცე იყოს, ვთქვათ, წარსულის ჩვენი რომელიმე მოაზრონის აფორიზმები, დღევანდელი ცხოვრების აზროვნება ისეთია, რომ იმას ვერ გებულობს. აი, არავის არ ჭირდება სენეკას წერილები. არავინ მაგით არ ლაპარაკობს, არც სინტაქსი აქვს ესეთი, არავინ არ საუბრობს აი ესეთი მეტაფორებით რუსთაველი რო არის აი პოემაში. რისთვის დაიწერა ეგ ჩემთვის ძალიან გაუგებარი არის. არავინ როცა ვიძახი ეს არ ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტური სიმართლეს ექვემდებარებოდეს ეს ჩემი არავინ. არავინ ნიშნავს უდიდესი უმრავლესობისთვის ეს არ არის საჭირო. იმიტომ რომ აზროვნება სხვანაირი არის ჩვენთან კატეგორიები, ყველაფერი და ეს უსარგებლო არის და ჩვენი დღევანდელი აწმყო ცნობიერება, სადაც იმყოფება აწმყოში ის აზროვნების კატეგორიები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, არ იღებს იმას, აი იმ კატეგორიებს, რომელიც რუსთაველის პოემაში არის, სიკეთეზე, ბოროტებაზე და ასე შემდეგ. აი, სრულიად უსარგებლოა თუ დამეთანხმებით. კაბინეტში არის გამომწყდეული და პროფესია და აბაის და არაფრის მომცემი არ არის. მოგისმენიათ ადამიანი, რომ აი რაღაცნაირად იყენებდეს ან საუბარში, ან რაღაც აი ესეთ სინტაქსით საუბრობოდეს, ხო? ამას არ აკეთებს და მით უმეტეს მასის უდიდეს წარმომადგენლები, თქვათ, აი ეგრეთ წოდებული ინტელექტუალები, ხო? აი თითქოს ეს მყარი ექციგნე, თემები დაწერეს სკოლაში, გაივარჯიშეს და ის აზროვნება და ის კატეგორიები აღარ ადგებათ. მით უმეტეს ახლა ვის რა თუნდა ვთქვათ პლატონის ნაზრები, რომელიმე ვთქვათ დიალოგის, ან ვის რა თუნდა აი მონტენისა და სენეკას წერილები, ხო? არავინ არ კითხულობს ამას, პირიქით. ზედმეტი ბარგად მიაჩნიათ ადამიანს, იმიტომ რომ ეს წარსულს განეკუთვნება. და იქიდან ვერაფერს ვერ ვიღებთ ჩვენ. ის აზროვნების ის სტილი დღევანდელი ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელია, ისე გადახვეწეს ჩვენი სკოლის მეშვეობით ადამიანების გონება, რომ არ იღებს, აი როდი ჩაატაროთ და დაუდოთ პიროვნებას ეგ წიგნი, არ წაიკითხავს. მოდი ვთქვათ, ვერ წაიკითხავს, განა არ წაიკითხავს, ვერ წაიკითხავს. ყველაფერი შესაბამისობაში უნდა იყოს, ხო? ცნობიერების კატეგორიები, აზროვნება როგორ ალაგებს, როგორ იღებს იმ გრამატიკულ ფორმებს, ყველაფერს. მერე ის მისწრაფებები და შეხედულები, რაც გადმოცემულია ამ წიგნში. ეს უკვე დღეს ცინიკურ ხასიათს ატარებს. ახალგაზრდა რო წაიკითხავს, ვთქვათ, აი რუსთაველის პოემაზე, მოკვდება სიცილით რა. რატომ? მისი ფსიქოლოგია აბსოლუტურად განსხვავებულია იქ, რაც ხდება. მაგას წაიკითხავს ყველგან, ხო, უფრო აი ქრისტიანული და ესეთი ხალხი ხო. დაინტერესებული ადამიანები მაგას კითხულობენ, იმიტომ რომ სხვანაირად უყურებენ ყველაფერს, ხო, ადამიანის ნაწარმოები ვითარცა ეს პატარა შემომქმედი შექმნილი ღმერთის მიერ და მანდედან დაინტერესდები. ისე იქიდან რომ რამე გავისწავლო, გადმოვიყო, ეგეთ რამე არ არსებობს. ცხოვრების პრაქტიკა გვიჩვენებს იმას, რომ არავის ეგ არაფერში არ ადგება. აი ფილოლოგებსაც კი. რა არის ფილოლოგია? არაფერი. ხალხი სხვა იმით არის დაკავებული, სხვანაირად არის დამუშავებული ცნობიერება სკოლების მიერ, ინსტიტუტის მიერ. ისე ამუშავებენ ცნობიერებას, ისეთი მიმღებები აქვს, რომ არ ჯდება რა. მოკლედ, სხეულზე რომ ტანსაცმელი მოირგო, ან ტანსაცმელი უნდა მოარგო სხეულს, ან შენი სხეული უნდა მოარგო ტანსაცმელს. და როცა ორივე ერთად მორგებული, აი მაშინ არის უკვე ეს ჰარმონია. სულიერი ინტელექტუალური სფეროშიც ესეა. თუ ჩემი ზომა არ იქნა ის, რასაც მე ვკითხულობ, ჩემი ცნობიერების შესატყვისი, ჩემი ინტელექტუალური კატეგორიები, რომელიც მე გამაჩნია და აზროვნების ის წესები, იმას ვერ მოვირგებ მე. სრულიად მიუღებელი იქნება ავგუსტინეს ნაზრევები, ხო? ეს არის შემოდებული უბრალოდ ისე საცავებში არის, არქივებში. სამუშაოდ მხოლოდ ვიწრო კაბინეტური რაღაც იმის გამო, რომ ბიუროკრატიული აპარატი არსებობს და სხვათა შორის არის ინტელექტუალური ბიუროკრატიული აპარატიც. ბიუროკრატია მარტო არ არის პოლიტიკაში და ეკონომიკაში, ბიუროკრატია არის ყველა სფეროში, რელიგიაში, ხელოვნებაში. რას ნიშნავს ბიუროკრატია აპარატი? შეიქმნეს აპარატები და სწორედ ეგ ხალხი, აი იმის გამო, რომ არის ესეთი შემოქმედებითი ბიუროკრატიული ინსტიტუტები, აი იქ არიან ის პიროვნები და მოწყენილების ზიან არავის ეგ არ ჭირდება, უნდა იყოს ხوار დაიხურება, როგორც მაგალითად საქართველოში ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი. ეს არის კარგი მაგალითი საქართველოში ბიუროკრატიული აპარატი. ეგ ბიუროკრატიული აპარატია, რომელსაც აფინანსებს მთავრობა და დიდი სიხარულებით არ აფინანსებს, დოტაციაზეა. კერძო იმაში ვერ გადავა ეგ. ხო, მთელი რიგი რაღაცეები კერძოში ვერ გადავა. ვიღაცა უნდა აფინანსებდეს მაგას. რომ იყოს და ეს მის კითხვა, რატომ უნდა იყოს ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი? ეგ თუ ბიუროკრატია არ არის. აი, რა საჭირო არის, რომ თქვათ ეს აი პრაქტიკული თვალსაზრისით. თუ არავის არ ჭირდება ეგ. ადამიანს თუ უნდა შინაგანი მოწოდება აქვს, ყველაფერი მასალა მივიდეს თვითონ მიიღოს ეს განათლება. მაგრამ აი ეგ ხალხი, მეცნიერები, ყველანაირი ტიტულები იმას აქნეს და დაბოღმილები ზიან და ყველანაირად უკმაყოფილონი არიან იმ ანაზღაურებით, რომელსაც გასცემს სახელმწიფო
და არ დაფიქრებულან, რომ ეს მადლიერი უნდა იყოს ორ კაპიკს თუ გაძლევენ, იმიტომ რომ არაფერს მაქნესი არ ახარ შენ. საერთოდ დღევანდელი ესთეტიკური მოთხოვნილებები სულ სხვა არის ადამიანისა. და შენ სწავლობ კიდე რაღაცა ძეგლები და რაღაც ისული, რომელიც საერთოდ ახალგაზრდასაც კი არა, ძველგაზრდასაც მიუღებელი არის. და აკვირდით რამხელა აპარატი არის შესანახი, ხო? ბიუროკრატია, აი გიგულისხმე. აი ეს ხელოვნების ინსტიტუტი არის შემოქმედებით იმაში ბიუროკრატიული აპარატი. და ესე იზრდება, ხო, ბევრი აპარატები გაიხსნება, ხო? არაფერს არ აკეთებს, წამგებიანია, არავის არ ჭირდება. მოსახლეობაში არ ეკწევა პროპაგანდას ხელოვნების ესთეტიკისას. კაცშვილმა არის ეგითმა ქართველმა რომ ესეთი ინსტიტუტი არსებობს. გაჩერეთ რიგითი ქართველი და არის ეგ რას აკეთებს, რისთვის მუშაობს. ეგ ეცოდება მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნება ცოდნების ფაკულტეტზე რო სწავლობს 4 კინკილა კაცი. დანარჩენისთვის ეგ მიუღებელია და ისინიც რო კინკილობენ იქა, რო დაამთავრებენ. ინსტიტუტში უნდა წავიდნენ, სხვადან ვერ წავიდნენ სამუშაოდ. ის კიდე გადატენილია უკვე, კიდე ბიუროკრატიული ის უნდათ კიდე პიროვნებები. ამიტომ ხდება მათი ლიკვიდირება როგორც ასეთი. წამგებიანი ეგ ფული არ შემოდის მანდედან. მან რა უნდა გააკეთოს მაგალითად მეცნიერ მუშაკმა თქვათ აი ხელოვნებაში და ფილოსოფიის ინსტიტუტი. აი მეორე ბიუროკრატიული ინტელექტუალური ბიუროკრატიული აპარატი, ფილოსოფიის ინსტიტუტი. იმის გამო რომ უნდა ხალხი დააკავო, რაკიღა უნივერსიტეტში არის ფილოსოფიის ფაკულტეტი, არის ინსტიტუტიც. რაღაცა ის არის, შეიყრება ხალხი და არიან მოწყენილები. ასევე ლიტერატურის ინსტიტუტი, ესეც ბიუროკრატიული აპარატი არის. გასაჭიროა ეგენი. ამბიციები შემოაქვს ამთავრებენ ხალხი, მათ ბევრი ვერ მოხვდება, თავის ნაცნობი დანარჩენები გადაიყარება. დიდი მასწავლებელი სკოლაში და უკვე 60 წლის მერე გიჟი იქნები. ცნობილია ყველა პედაგოგი, თლა დალაგებული არავინ არ იყო პენსიაში რო გადიოდა. აი ეს ბიუროკრატიული აპარატები, არაფრის მომტანი და არაფრის ისენი უკვე თელ ქვეყნებში უკვე აღარც არის, ლიკვიდირებული არის. თავის ლიკვიდაცია და გაკოტრდა და თუ ქვეყანას სჭირდება თავიანთი იმისათვის, ელიტარული წრეებისათვის, ისინი აფინანსებენ ამას. საბოლოო ჯამში მაინც მოდი ვთქვათ, რომ ეს გამოუყენებელი, არავის არ სჭირდება ეგ. ადამიანები სულ სხვა იმაში შევიდნენ ფაზაში, ახლა მოთხოვნილება სხვა არის, არავის არ აინტერესებს ახლა ფიროსმანის ნახატები და მან კიდე მონოგრაფიები წეროთ ამაზე და შენ კიდე მე ფული როგორ უნდა გამოიკვებოთ, უნდა დაგაფინანსოს მთავრობამ, დოტაციას. ამიტომ ბიუროკრატიული აპარატები, ფილოსოფიის ინსტიტუტი, ეგ ხელოვნების ისტორიის და ეგ დოტაციაზე უნდა იყოს წილში უზის მთავრობას და ნერვებს უშლის. ცდილობს რამენად ლიკვიდაცია გაუკეთოს, მაგრამ ატყდება არიქა კულტურას ემუქრებიან, იმას ემუქრებიან. კულტურას ემუქრებიან ახლა ადამიანი კულტურას თვითონ აშენებს. თუ ხარ კულტურული, იქნები სიკვდილამდე კულტურული. ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი საქართველოში არ ყოფილა, მაგრამ მაშინ კულტურა ყოფილა თელიერი. ეს არის ყველაფერი 918 წლიდან შემოტანილი. მანამდე არც ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი იყო, არც ფილოსოფიის და არაფერი არ იყო. საქართველოს ისტორია ასე ხასიათდება, აბსოლუტურად უნივერსიტეტი არ იყო. ესეც მე-19 საუკუნის 20-იანი წლების პირმშო არის, რაც არის დღეს ესეთი სამეცნიერო ცენტრები საქართველოში, ეს ყველაფერი დაიბაგათ დაბადების თარიღი არის 1918 წლიდან. მანამდე არაფერი არ იყო და ხო არსებობდა ერი და იძახიან რომ დიდი კულტურის ქვეყანა ვიყავითო და როცა არის ლაპარაკი ყოველთვის არის შორეულ წარსულის კულტურაზე ლაპარაკი, მაგრამ არავინ არ ლაპარაკობს ახლო წარსულის კულტურაზე. ის მოხსენებულია როგორც მავნე რამ და ამ დროს ეგენია შენარჩუნებული. ეგ ინსტიტუტები თავისი ბიუროკრატიული შემოქმედებითი ხალხით. არაფრის მოცემი არ არის ხლა. ეგ დამეთანხმეთ. არა მარტო მაქსიურში სხვაგანაც ესია ჩემოკარგებო. ხო და დროთა ვითარებაში ეგ ისევე გაკოტრდება, როგორც კოტრდება ბანკები არასწორი განაწილებითა და არასწორი კრედიტებით. გაკოტრდება ესეც უკვე გაკოტრებულია, ფაქტურად ეგ მკვდარია. საბჭოურ იმაში კიდე სჭირდებოდათ, იმიტომ რომ საბჭოთა განათლება ეს იდეოლოგიის ის იყო, იდეოლოგიური იყო ეს ყველაფერი და გინდა არ გინდა ყოვლის მომცველი განათლების პროპაგანდისტი იყო მარქსიზმი და ყველაფერი უნდა ცოდნოდა საბჭოთა ადამიანს. ჭადრაკის თამაშიდან დაწყებული მეცნიერ მუშაკამდე დამთავრებდა, საერთოდ კოსმოსში უნდა გაფრენილიყო ყველა. ესეთი ტოტალური, აბსოლუტური გაგება იყო განათლების შესახებ და არ არის ეგ სწორი. დიფერენცირებული იქ არ იყო, ზოგადი იყო, ყველაფერი უნდა იყო, უნივერსალი უნდა იყოს ადამიანი და უნივერსალის ნიმუში იყო ვლადიმერ ილიაძე ლენინი. ახსოვთ მის ბიოგრაფიაში, რომ ეს იმდენად უნიკალური პიროვნება იყო, 80-მდე ენა იცოდა, ჭადრაკს თამაშობდა, ცურავდა, მოკრები იყო, ყველაფერი იყო ის, ხო გახსოვთ მის ბიოგრაფიას, როგორ გვაწვდიდნენ ჩვენ და ეს იყო ნიმუში. ესეთი უნდა ყოფილიყო ყველა საბჭოთა ადამიანი.
სწავლა ძალა, ცოდნა ძალა და უნდა დავეწაფო და აი სწორედ ეგ პროპაგანდა მიდიოდა, მაგრამ როგორც იტყვიან ხუხულასავით დაიშალა ეს და გადაწყობა წავიდა. არ გაამართლა მაგან. დაიწყო ისევ ვთქვათ ბიზნესი და ფულის კეთება და პრაქტიკული მიდგომა ამ საკითხისადმი. აწმყო პრაქტიკას გულისხმობ და არა წარსულის. პრაქტიკა არ გამოგვადგება. აი დღეს ეს გრევა არის რუსეთსა და საქართველოში. ეს არის რომ მტკივნეულად აღიქვამს ადამიანები და ახალს ვერ იმაშვებიან რა, ვერ შედიან ახალში. ინდა არ გინდა მაინც მოხდება. გერმანიას არ აქვს ფილოსოფია და ფილოსოფია დამთავრებული ეგ ამბავი. იქაც ხო იცით ის სპონსორი ყავთ Mercedes-ისა და იმის BMW-ს ის არის თუ არ ვცდები ისე წამგებიანი ეგ. არაფერს მომტანი არ არის ეგ. არავის არ ჭირდება. პოლიტიკოსებსაც აღარ ჭირდება უკვე ეს. იყო დრო როცა ჭირდებოდათ ხო? პოლიტიკოსებს ჰეგელი მაგალითად, ბეკონი ესენი სულ თავრობაში ესეთი გაჩთული ხალხი იყო ხო, სენეკა და ასე შემდეგ. იყო რა უამრავი. დევიდ იუმი და რა ვიცი ბერკლი, რა ვიცი, რომელიღაც ჩამოთვალოთ ადრე, საჭირო იყო ესეთი ხალხი გონე. დღეს აღარ ჭირდება არავის ეგ. აი ფილოსოფოსი არავის არ ჭირდება ახლა პარლამენტში. თქვათ საქართველოს პარლამენტ ფილოსოფოსი. ჯერ შევა იქა და იმდენ სისულელე სიტყვის რომ ტვიტვის აგიდუღებს ხო? არავის არ ჭირდება ეგ. მაგის მოთხოვნილება არც ერთ სფეროში არ არის. ქარხანაში ფილოსოფოსი არ ჭირდებათ. არ ჭირდებათ თქვათ ეკონომიკაში, მარკეტინგში ფილოსოფოსი. არც მთავრობაში ჭირდებათ ეგ. და საერთოდ სადმე ჭირდებათ? აი ფილოსოფიის ინსტიტუტში არის. და ამიტომ ვთქვი მე ეს ბიუროკრატიულის რო გაიზარდა ახლა ამის ლიკვიდირება რომ მოხდეს, მაგრამ პარალელურად უნდა ფაკულტეტები დაკეტო, ის დაკეტო და ხალხი გადაიყაროს. გამრავდა პლანეტაზე ხალხი და პატარ-პატარა ბიუროკრატიული კერები წარმოიქმნა, რომელიც წამგებიანია და ეს აზის ან მთავრობას ან სპონსორებს და იქ ახლა დიდი სიამოვნებით კი არა ფინანსებს ის Mercedes-ის ისენი ახლა ფულს ყრი ვიღაც სისულელეს და რაღაცა ფილოსოფიის ინსტიტუტი და რაღაცა ვაფინანსო. რაში მინდა მე ეგა? ბიზნესმენს გინდა არ გინდა როცა ისახარ უნდა დააფინანსო. ეგეთი მოთხოვნილება ამ მთავრობიდან. ყველმოქმედება რაღაცა და აი ეს უნდა გაიღო. მე არ შემიძლია შეუნდა დააფინანსო. მე კიდე გეხმარები გიწყობ ხელს გამდიდე ბიზნესში, უსაფრთხო იყოს შენი ბიზნესი, არ გაგეცეს არავინ, შენ აკეთებ ფულს, აი ეს კაცი მომაშორე და შენ დააფინანსე რა. და ასე არის დასავლეთში რო იცოდეთ, ისე დიდი ენთუზიაზმით თავს არავინ არ აკეთებს. ხო, არ არიან მეცენატები, როგორც იყო ადრე. ასეთი რამე იყო ანტიკური სამყაროიდან საერთოდ. დღეს მეცენატი არის სასაცილო ისა რა. თავისი გულწრფელობით არავინ არაფერს მეცენატობას არ იმაშობს. ეგ არის მეცენატი ხო? ხელოვანს იქნება ეს თუ რომელიღაცა იმაში აზროვნებაში ის აფინანსებს ამას და უწევს მფარველობას განსაკუთრებით საღვით ხელოვნებაში. ეს რამე აღარ არის. დღეს ბიზნესის ესეთი სახია ბიზნესმენს ფულის ესეთ რაღაცებში ჩადება, აი Google-ს უწუხებს რა. ფულს იქ საიდან უნდა მოიგოს. უნდა აწარმოოს, ან რაღაცა კომერცია იყოს, შოუ ბიზნესი კიდე გასაგებია. პირველ პლანზე გამოდის უკვე ეს შოუ ბიზნესი და სპორტი და ეს თელი მომგებიანი ბიზნესი არის. ოლიმპიადები იმიტომ ტარდება და მასიურად ჩააბეს მსოფლიოს ყველა ხალხი. ეგ რო წამგებიანი იყოს, მან არ ჩაიდება არაფერი. ხო, თელი კაპიტალი არის მან ჩადებული და ყველა ისეთი კონკურსია 4 წელიწადში ერთხელ ქვეყნები წარადგენენ, სად გაიმართება მომავალი ჩემპიონატი. ყინაც ფეხბურთში, კიდე აი საზაფხულო ოლიმპიადა ძალიან განიცდიან ქვეყნები, რომ დაწუნებულები არიან. წამგებიანი რო იყოს, მან ვინმე წარადგენს რამეს და ამ სანახაობას, გრანდიოზულ მსოფლიოს სანახაობას დასვამენ ტელევიზორში და გამოაშტერებენ უამრავ ხალხს და აი ვიღაცა გარკვეულზე გაინაწილებენ ამ სიმდიდრეზე. წაგებული არის ჯოგი. იმათ სიამოვნება თუ გინდა უნდა გაიღო ხარჯები და დააფინანსო შენი სიამოვნება. ხო და მთლიანობაში ეს იქ შედის და აქ განაწილება არის. ხედავთ როგორი ის არის ევანდელ პლანეტაზე, აი ესეთი შეხედულება ყველა ფერზე და მეცნიერება როგორც ასეთი. მეცნიერებაც ზუსტად ბიუროკრატიული გახდა. თუ ვინმე ისეთი არის სამხედრო თვალსაზრისით არიან უკვე მეცნიერები და ტექნიკური იმებს აკეთებენ. მოდიფიცირებული ის არის სრულყოფენ ტექნიკას, სამხედრო ტექნიკას და სულ ყველაფერი ეს არის მასობრივი განადგურების სამსახურში, ახალ-ახალი სიახლეები. არაფერი ტექნიკა უკვე არ არის ხალხის სამსახურში. ხო, პირიქით. რამე ისეთი ან გაუადვილოს ადამიანს ცხოვრება, სუმთლად ამორთოს და ისე აფინა ტექნიკამ თუ შეცვალა ადამიანი, ის რითაც გამოანთავისუფლე შენეგა, ტექნიკა რო აკეთებს, იმით ფულს რო აკეთებ, აი ვინც გამოანთავისუფლე, იმას უნდა მისცე ეს ფული, რომ დარჩენილი დრო სულიერად გაატაროს, მაგრამ ვინაიდან ადამიანები პლანეტაზე შევიდნენ არასულიერი, ის აქვთ მოთხოვნილება და არა დროის კარგად გამოყენება არ შეუძლიათ მათ. აი ამიტომ ასეთი ადამიანების გამონთავისუფლება მთავრდება ტრაგედიით. რა გაკეთოს ადამიანმა?
კეთილ ადამიანებში ქართული მხატვრული ფილმი რო არის გახსოვთ რუსთავში მეტალურგიული ინერგება რაღაცა ტექნიკა და იქ ადამიანი რასაც ხელით აკეთებს ტექნიკამ უნდა შეცვალოს ეგა და ეს იწვევს სამსახურში პერსონების შეკვეცას მოსამსახურე პერსონალებისა და გაშვებას და უცნაურია რომ გაუშვი ის ადამიანი იმ ტექნიკით თუ აკეთებ მეტ შემოსავალს და სწრაფად აი რო გაუშვი იმას უნდა მიცე მაშინ ეგ ის წავიდა სხვაგან სხვა სამუშაოზე დიდერდება იმ ტექნიკით ვინ აი ეს ბიზნესმენი ადამიანი მოტეხა ბევრი ერთმა 10 კაცი რო აკეთებდა ეხლა ერთი მანქანა აკეთებს იმ მანქანასთან ერთი კაცი დავაყენე 8 გავანთავისუფლე და ვინ მოიგო აი მე წარმემ და ვინც არის პატრონი წააგო ვინ ჯოგმა ხო და ჯოგი რომ გაუშვე ესე ღმერთი აკეთებს ამას გამონთავისუფლება შრომიდან იმ შემთხვევაშია შესაძლებელი როცა ადამიანს სულიერი მოთხოვნილება აქვს ღმერთი თვითონ გამოანთავისუფლებს მას იქიდან ისე ყველა ვარიანტში ადამიანი ცუდად დამთავრებს ხო ამის კარგი მაგალითი არის ასაკში როცა შედიან ადამიანები ძალიან უმძიმთ სახში ყოფნა ცუდად არიან უსარგებლოდ თვლიან თავიანთ თავს ძალიან განიცდიან დიდი უმრავლესობა კომპლექსდებიან იმით რომ უსარგებლონი არიან ცხოვრებაში უკვე და ძალიან ბევრი მალე ჭმუნვისა გამო ავადდება და კვდება და როგორ უხარი ადამიანს 70 წლის კაცს რომ სამსახურში დაიბარებ კიდე ის კი არ ეტყვის მე აღარ შემიძლია გამიშვი და პენსიაც დამსახურებული თქვა სიტყვაზე რომ მქონდეს მაინც ურჩევნია სამუშაოზე იყოს აი ესეც მიმანიშნებელია იმისა რომ ადამიანს არ უნდა დასვენება რომ ცუდად არის ეს როდესაც ადამიანი გამონთავისუფლდება ამ სამსახურში ამის ცდელობა ქონდათ საბჭოურ იდეოლოგებს საბჭოური იდეოლოგიების ადამიანის გაგება იცით რაში მდგომარეობდა რომ გაეუმჯობესებინათ თითეული ადამიანის ცხოვრება ეგრეთ წოდებული კომუნიზმი აეშენებინათ სადაც აბსოლუტურად ადამიანი იქნებოდა უკვე უზრუნველი და პირველადი სამსახურის ისენი გადაჭრილი იქნებოდა პირველადი ხო ჭამასმა ჩაცმა ესეთი რამე თან ეკნებოდათ თანაბრად ყველა უკლასო საზოგადოება და როცა შეიმუშავეს შესაბამისი თეორია დაადგნენ ამის განხორციელებას და ვინც ამას წინ აღუდგებოდა იმას კლავდნენ. როდესაც აი სტალინური ფილმების რო არ მიდის იმ სერიალებში იქ სწორედ ერთ-ერთი გემერი იმიტომ მისცეს 25 წელი ციხე რომ ანტისაბჭოთა პროპაგანდა ჩაუთვალეს 58 სტატია. ეგ ანტისაბჭოთა პროპაგანდა რას გულისხმობს რომ აქებ გერმანულ გზებს და მასშტაბებამდე უარყოფ ჩვენ საბჭოთა გზებს. ეს ანტისაბჭოთა პროპაგანდაა და ხელს გვიშლის ჩვენ ხალხმა რომ მოისმინოს ჩვენ უკეთესები ვარ, ჩვენ უკეთესი გვინდა. შეიძლება ერთი შეხედვით ეს იყოს გაუგებარი და ისა, მაგრამ თუ იდეოლოგიას კარგად გავიაზრებთ ჩვენ, მიხვდებით რატომ იყო ესე მასიურად ხალხის ხოცვა. სტალინურ რეჟიმს გულისხმობ. ეს ტყუილი არ არის, მასიურად მართლა ხოცავდა ხალხს. მე თუ კარგად გავიგებთ იდეოლოგიას, კარგად გაგება რას ნიშნავს? განაიც რომ ჭეშმარიტი არის. მის კანონზომიერებას თუ შევიმეცნებთ და საზოგადოებასაც უფრო მაგრა გავხსნით. რატომ იყო რომ მშობლებს იჭერდა სტალინი მასიურად. არ ითვალისწინებდა რომ ბავშვი მარტოა. იმიტომ რომ აინტერესებდა ოჯახი, იმას ბევრი რაღაც ამ იდეოლოგიას ნასესხები ქონდა პლატონური სახელმწიფოდან, რომ უნდა იყოს ბავშვები სახელმწიფომ უნდა გაზარდოს და არ უნდა იცოდეს დედა, მამა, ის უფრო ერთგული არის, როცა იზრდება ბავშვთა სახლში. და ყველაზე ბევრი ბავშვთა სახლები საბჭოთა კავშირში იყო, რომ იცოდეთ. ჯერ კიდე რევოლუციის დროიდან მოყოლებული და ეს იდეოლოგია უკვე ეს აიყვანა სუფთა ისეთ დონეზე, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს და სხვათა შორის ხელს უწყობდნენ. მართლაც კაი პირობები იყო შედარებით. მშობლებს გაუსახლებდნენ, ვისაც არ ყავდა ხო იმასაც შეაგდებდნენ და გამოდიოდნენ იქიდან, უდედმამოში იზრდებოდა ბავშვი და ის იყო პირდაპირ აი იდეოლოგიის შვილი. არ ყავდა იმას დედმამა, დედათ არ განიცდიდნენ. აი უნდა კარგად გავიგოთ რა იყო ეს ასეთი და საიდან იყო და ამას რო გავხსნით, მე მიხვდებით რატომ იყო ტერორი. ყველაფერი ის, რაც ამას წინ აღუდგებოდა, ისპობოდა. და ისპობოდა არა მომენტალური განადგურებით, არამედ გამოიყენებდნენ ამას როგორც მასალას აცეთ ადამიანებს. მაგათ ჩათვლიდნენ დარვინისტული თეორიით, როგორც განუვითარებელი ადამიანები და განუვითარებელი ადამიანები არის ნომერი 2. და გარეკავდნენ სამსახურში და როგორც საქონელს ისე ეპყრობოდნენ. აი ეგ ნაღდი იყო სტალინურ გულაგებში. აი რამდენს ნიშნავს მსოფლმხედველობა. ესე იგი, რატომ უყურებდნენ მას, ვთქვათ, თუნდაც იგივე რომელიმე საბჭოთა კავშირის გემერი მოხდა მანდ. ის უკვე გემერი აღარ არის. დარვინის თეორიის თანახმად, ან წინ უნდა წახვიდე, ან უკან წახვიდე. ესე იგი, ექვემდებარება ადამიანი დაცემას. თუმცა ბიბლიაც ამას გვეუბნება, რა შეშია დარვინი, ხო, დარვინმა ხო ბევრი რამე ისეცხა იქიდან და მოიპარა. სატანურად გადაამუშავა. მართლაც, როდესაც უკვე ამ იდეოლოგიით უყურებ, შენ იყავი საბჭოთა კავშირის გემი და უკვე მოხდი გულაგში,
პატივით კი არ გიპყრობიან, რომელიც იცავდა საბჭოთა კავშირს, გერმანიიდან იბრძოდა, გმირი იყო, შეეწირა ყველანაირად ამას, ჩასვამენ და როგორც საქონელს ისე უყურებენ. რატო უყურებდა ამას ესე? იმიტომ რომ ის უკვე ადამიანი აღარ არის. ის არის ჩვენი მიზნების შესრულების საშუალება არის, გამოვიყენოთ, ვამუშაოთ და უნდა მოკვდეს სამსახურში, იძულებით. ის უკვე საქონელია, პირუტყვია, ადამიანი აღარ. ადამიანი არის, რომელიც დგას იდეოლოგიის სამსახურში და ჯერ კიდე ფორმა აქვს და მას ინარჩუნებს ჯერ კიდე, თქვათ, სტატუსს. და როცა ეს უკვე მოგეხსნა იმის გამო, რომ ცოტა გაადამიანება დაიწყე, შენ და შორს წასვლა და ცოტა იცი რა ისეთი სიტყვების წარმოსროლა, რომელიც გეთვლება შენ როგორც ანტისაბჭოთა პროპაგანდა. ჩვენ გაგვეცინება იმაზე, რომ ეს იდეოლოგია ვინც იცის, ეგ მართლა ითვლება ანტისაბჭოთა პროპაგანდად, როცა იძახი გერმანიის ქუჩები უკეთესია. თუმცა არ უთქვია რუსეთის ცუდია. ესე იგი იმთავით გულისხმობს, არ არის ქუჩები იქა და ნახა გერმანია და თქვა რა, ერთ-ერთ იმაზე და ეს სულ უარ უყვია მას, რომ არ მithქვია. თქვა ამან ეს. აი ამიტომ ხალხის მტერი ხარ, აქებ რა მტერს, ესე იგი შენი ხალხის მტერი ხარ. და 25 წლით აი ახლა გასაქონლებულია, უკვე ის ადამიანი აღარ არის, ჩინი აღარ აქვს, ის გმირი აღარ არის, არის ნომერი. ხო, საშინელი არის, ხო ეს მსოფლმხედველობაა. ხო რას გადაურჩით, ხო ჩვენ ახლა მადლობა ღამეს რომ ჩვენი თაობა არ დაიბადა მასე დროს რომ ან დედმამას გაგვიციმბირებდნენ, ან რაღაცა იქნებოდა. რაღაცა ღმერთმა პატივი გვცა, ხო აქეთ უფრო ლიბერალური იმაში დავიბადეთ ჩვენ, თუმცა მანდატს იყო მაინც ბრეჟნევის დროს ეს მოჭერები, მაგრამ ისე უკვე აღარ, იმიტომ რომ უკვე გლობალიზაციამ დაიწყო უკვე სვლა. და თვალყურსაც ადევნებდნენ ამ საბჭოურ ცხოვრებას და ფაქტიურად მაგან უკვე საზღვრების გადალახვა დაიწყო. საზღვრების გადალახვა დაიწყო 40-იანი წლების მერე. გაასაბჭოვა მთელი აღმოსავლეთი ევროპა და იქით ჩინეთი და მთელი ამბები, ხო და უკვე გინდა არ გინდა უკვე რაღაცასგან თავი უნდა შეგეკავებინა, თორე ისე მაინც იმ პრინციპებზე იდგნენ. ერთზოთ რომ ოჯახში აღზრდილი ადამიანი უფრო სახიფათოა, ვიდრე საბავშვო სახლში, რომელსაც ზრდის განწესებული საბჭოთა დირექტორები, საბჭოთა ემით და მთელი ეშხებით პროპაგანდა მიდიოდა, რომ მე კი არ სცვენოდათ, რომ მე ბავშვთა სახლიდან ვარ. იშვიათი ბავშვი რომ ეს განეცადა. მაგრამ ძალიან ეშხებით მღეროდნენ, ასწავლიდნენ და ესეთი ხალხი მე დაკომპლექტებოდა ასეთი ხალხით, მთელი ისინი რა, რაღაც ნებისმიერი სფერო. ეს კიდე კაი დიდხანს არ გაგრძელდა. სტალინი რომ ყოფილიყო, კიდე იქნებოდა, მაგრამ სტალინის სიკვდილის მერე ნელ-ნელა უკვე დათმობის ის რომ მოდის. უკვე ბავშვთა სახლებს თუ დაგდებით უყურებდნენ და განსაკუთრებით უკვე ბრეჟნევის ბოლო პერიოდში იცი რა არის თუ მშობელი ხარ შეგტენდნენ თუ არ ბებიეს არ მიარმიდა ეს ხედავთ აი იმიტომ მოირღვა მე ეს ყველაფერი და გარდაუვალი ნგრევის მომასწავლებელი იყო ამას არ ჭირდებოდა დიდი ფილოსოფია რომ გაგვეთვალა ჩვენ რომ შეიძლება რიცხვი შეიძლება შეშლოდა ადამიანს მაგრამ რომ ეს დიდხანს არ გასტანდა თვით იდეოლოგიის შესწავლა მიგვანიშნებდა იმას რომ მარქსიზმის თეორია და მით უმეტეს მის მიერ ამ თეორიით მოწყობილი სახელმწიფო დიდხანს ვერ იარსებებდა 1000 წელი 500 წელი ვერ იარსებებდა და აი 70 წელს მერე დაიშალა და მიიღო სხვა ფორმა აი ის რაც ესეთი ზოგად ფილოსოფიური მას ეფუძნებოდა და რწმენას აი ეს ამოაკდეს სხვა დანარჩენი დაიტოვეს ესე ძირთადი ადამიანის განვითარება დაიტოვეს რომ ადამიანი არის მაინც მატერიალისტი და დარვინისტი ეს დაიტოვეს მაგრამ მისი კოლექტიური სენი უკვე ნელ-ნელა უკვე ამას დაუპირისპირა ესე იგი შემოვიდა კაპიტალისტური დარვინიზმი. ესე კომუნისტური დარვინიზმი შეცვალეს კაპიტალისტური დარვინიზმით და ეს უფრო საშინელებას წარმოადგენს. თუ ძალიან კარგად დავაკვირდებით, რა განსხვავება არის ეს. ამიტომ ვიძახი, როდესაც საქართველოს მაგალითს უყურებ, მე არ ვიცი, მე თქვენ შეიძლება არ მიიღოთ ბევრი რამე, რასაც მელაპარაკობ, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ხომ დემონსტრირებას ვახდებ ჩემი ინტელექტუალური აზროვნებისას და კატეგორიებით მსჯელობ მე ეს ხომ მსჯელობა არის და ეს არ არის ზუსტი მეცნიერება ეხლა აზროვნება არ არის ზუსტი მეცნიერება რომელიც მოწმდება ლაბორატორიაში ეს არის ჩემი თვისება ადამიანის როგორც ადამიანი და თვისება არის აზროვნება ჩემი საგანზე დამიზნულობა და საგნის წაკითხვა მოვლენის როგორცაც მე უყურებ და ეს არ უნდა იწვევდეს სხვა მსმენელის ყურში დაბოღმას და იცი რატო ლაპარაკობ ამას შეიძლება ეს შესრულდეს შეიძლება არ შესრულდეს მაგრამ მაქვს უფლება ვიაზროვნო. მოაზროვნე ვარ და იმიტომ, მაგრამ როცა თუ ადამიანი ჩვენ გვიკრძალავს აზროვნებას, ადასტურებს, რომ იგი არ არის შექმნილი ღმერთისგან. ამიტომ ქრისტიანები აზროვნებას არასოდეს არ უპირისპირდებიან ჯოხებით და თოფებით. მოაზროვნეს პატივს ცემს მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანი.
თუნდაც ლენინის. Холод ქრისტიანი სცემს პატივს ლენინს, მაგრამ ლენინი არ სცემს ქრისტიანს პატივს. ლენინისთვის ქრისტიანი მტერია. ქრისტიანისთვის ლენინი არის ცოდვა დაცემული, გზა აბნეული პიროვნება. და ლოცულობს მასე თუ ისე ჭუაზე არ მოეგო ის, ხო? მეც ახლა როცა ვაზრუნებ მთელ რიგ საკითხებზე, შეიძლება ეს ვიღაცისთვის იყოს გამაღიზიანებელი და ეს მისი პრობლემა არის ახლა ჯერ რატო უნდა გაგაღიზიანოს სხვის საუბარო, მაგრამ გვაღიზიანებს რა ვინმესა საუბარი, ეს პირდაპირ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ არა ვართ მოწოდების სიმაღლეს. პირადად მე ახლა თუ დავიჯერ ჩემ თავს, რომ რომელიმე პიროვნების საუბარი მე ნერვებს მიშლის, გადასასინჯი იქნება ჩემი ინტელექტუალობის გაგება. მე რატო უნდა მაღიზიანებდეს სხვა ადამიანი? ლაპარაკობს თქვა აი პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე და შეიძლება ლაპარაკობდეს ბევრ რამეს შეცდომით, მაგრამ მე რატო უნდა გავღიზიანდე? თუნდაც ქრისტიანობაზე ლაპარაკობს, ვერ გამაღიზიანებს მე. ილაპარაკე და მეც ვილაპარაკე. იაზროვნებ ბატონო, არ არის პრობლემა. ხო და ამიტომ არის განსახილველი აი სააზროვნო თემა, მოვლენები და მოვლენები კი როგორია? 70 წელიწადი საბჭოთა კავშირში იყო მარქსისტული ფენომენოლოგია, პრაქტიციზმი იყო მაგისი, განხორციელება ვერ განახორციელეს. და როცა ამას ადამიანები ამას უტევდნენ პიროვნებები, მარქსისტულ იდეოლოგიას გამოეყვნენ, ატრივები იყვნენ და ზუსტად იმას დაძდებდნენ აი ეს კომუნისტები, ხო? არ გაგიშვებს სატანა, რომ შენ გამომეყო. ჩემი ატრივი არ უნდა იყო გვეუბნება სატანა და არ უნდა იყო ჩემი მარქსისტული იდეოლოგიის ნაგლეჯი, იქიდან ახეული თუნდაც ან დაშორებული. და თუ ეს ასია, შენ ჩემი მტერი ხარ. როდესაც ეს დაიწყო და დაიწყო უკვე ნახე, იქ იყო ხალხი. უკვე შეჩუშევიდა რა, რომ ეს რაღაცა სწორი იდეოლოგია არ არის. მაგრამ არავის არ ყოფნიდა განათლება. ძალიან ძლიერი განათლება საჭირო, რომ ჩაწვდე ამის მავნე თვისებებს. და როცა ვლაპარაკობთ ჩვენ დიქტატურაზე და ვლაპარაკობთ ჩვენ რომელიმე წყობის მავნებლობაზე, ჩვენ უნდა კარგად ვიცოდეთ, რას ეფუძნება ეგ. და ამ გაანალიზების შედეგად მივხვდებით ჩვენ ვინ დაუშვა ეს. და უკვე როცა კარგად შევისწავლეთ იდეოლოგია ჩვენ და გავედით საზღვრებს გარეთ, აღმოჩინეთ, რომ სატანის შემოგდებული იყო ეს და მერე გავედით იმ დონეზე, რომ რატომ დაუშვა ღმერთმა ეს, რომ აი ეს გარკვეული ჯგუფის ხალხი სატანას გადააბარა და ექსპერიმენტები დაიწყო და ხალხის დასჯა დაიწყო. მთელი საბჭოური ცხოვრება სტალინური გულაგი იყო დასჯა ხალხისა. რომ არ გაბედოთ და რამდენი დაისაჯავთ დავარქვათ ფსევდორელიგიური წარმომადგენლები, მაგრამ მაინც რელიგიური იყო, რომლებიც სიტყვით ღმერთს აღიარებდნენ, ესენიც დაიხოცნენ, დახოცეს სულ. არ შეიძლებოდა სიტყვა ღმერთის ხმარება. არინდობდნენ თავიანთ ჩინოსნებს, თან პატიოსან კომუნისტებსაც არინდობდნენ, იმიტომ რომ პატიოსან კომუნისტი ცოტა ადამიანური რაღაცა გაეღვიძებოდა და მომენტალურად იჭერდნენ. ეგზისტენციალური ლოგიკა მიუღებელი იყო. რაღაც განცდით, აი ის რაც სულიდან მოდიოდა, თქვათ სევდიანი, თქვათ რაღაცა განწყობა, ლირიკული განწყობაც კი, ან შედარება რომ აი გერმანიის გზე უკეთესია. ჩვეულებრივი ამბავი, ეს შეფასება ადამიანის. აი ამის უფლებაც არ ქონდა და სწორია იდეოლოგიიდან. და მართლა დამნაშავე ხარ. როცა იდეოლოგია კარგად ვიცით ჩვენ, უკვე მე არ შემაშინებს ესეთი ისა და მე ვიცი რომ ეს ღმერთმა დაუშვა. ღმერთმა დაუშვა მართლაც ათეისტურ ქვეყანას როგორ აშენებ კაც. თან როგორც საქართველოს ასევე რუსეთი, თუ საქართველოს უფრო დიდი ისტორიული წარსული აქვს ფორმალურ ქრისტიანობისა, არანაკლები 1000 წელი რუსებს აქვთ. ამ 1000 წლის განმავლობაში ამათ სწორი ურთიერთობა ქონდათ ღმერთთან? არა. და როგორ მოიმწყვრია ამან ყველა ის ხალხი და მათ რიცხვში ჩვენც ქართველებიც. იმის მაგურად რომ ჩვენ ევროპაში შევსულიყავით მე-15 საუკუნიდან ჩვენი ტანჯვა, იცი რისი ბრალი იყო მეგობრებო? რეფორმაციის ხანაა ევროპაში. ყველა გამოდის აი დიქტატორული რეჟიმისგან, რომელსაც კათოლიციზმი ახორციელებს, მთელი პატარ-პატარა ქვეყნები და საქართველოს არ უნდა რომ მიატოვოს ბაგრატიონთა დინასტიის მმართველობა და როგორი იქნებოდა ახლა ბაგრატიონების სული რა რეფორმაციას აიღებდნენ ეგენი? ინგლისს როგორ უჭირდა რეფორმაცია? რა ხდებოდა, როგორ ხდებოდნენ რეფორმაციას ადგილობრივი მეფეებიც, ხო, ინგლისში? მაგათაც გულზე არ ეხატებოდათ ეგა. ხო, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, ამის შემოშვება ნიშნავს ჩემი ძალაუფლების დაკარგვას. და საქართველო მაგიტომ იყო რომ შემოიტანა ეს მართლმადიდებლობა, კარგად დამუშავებული ეს რომ გაამაგროს ფეოდალიზმი და გაამაგროს ბაგრატიონების საგვარეულო დინასტია, ეს 100%-ით შეასრულა. ასევე ასრულებდა რუსულ სივრცეში, რუსული მართლმადიდებლური. არც სივრცეში და არც მეორეში რეფორმაცია არ შევიდა. ისმის კითხვა, ამ ქართველს თუ უნდა ევროპა ვერ გადახედე შედალოცილი, რა მაშინ ჩაკეტილი იყო, დიდი ღობე იყო, რაჯანდაბა იყო.
მე-15 საუკუნეში რა ხდებოდა დასავლეთში არ იცოდი? გააგზავნე კაცი იქა, გადახედე, გადმოხედე მეზობლებს, ადრე შემოიტანე იქა და გადი რა ევროპაში. რაც დაიწყო ევროპაში, დაგვეწყო ჩვენ. დაგვეწყო რეფორმაცია. შემოეტანათ მაშინ უნდა ეთარგმნათ გუტენბერგის მანქანა რომ გამოიგონეს, მაშინ ქართველ ინტელიგენტებს არ მინდა უხეში სიტყვა უთხრა, სად იყო ისა და რას აქებთ ამ მე-15, მე-16, მე-17 საუკუნის ქართველებს? რატო აქებთ მე არ მესმის? სად იყო იქ ინტელიგენტი? ან ერთადერთი კაცი წვერებით გავიდა ევროპაში. და იმავე წვერებით ათრიეს მე სულხან-საბა საქართველოში რო შემოვიდა და თან იცი მოინდომა ერთი კასრიდან მეორეში გადასვლა. ამ სულხან-საბას ტვინი არ გაწვდა რომ კათოლიციზმს ეტენები, კაცო, სხვა ვერაფერი ვერ დაინახე იქა. ხედავ დამთავრდა კატასტროფით ეს. და ჩვენ აღარაფერი აღარ დაგვრჩა გარდა იმისა, შევტენოდით რუსებს. ესეც იმიტომ რომ გადარჩენილიყო ბაგრატიონთა დინასტია და არა ხალხი. მაგრამ ღმერთმა ნახე არ დაინდოეგენ. ზუსტად ბაგრატიონები გააუქმა, მაგრამ ხალხი დარჩა ხალხად. დღესაც ეს ხალხი არის საქართველო რო ქვია. მაგრამ ბაგრატიონები გააქრო. ეგ ღმერთის დამსახურებაა შემოკარგებოდა. არაფერი არ არის აქ, საქებარი. არიქა ჩვენი ისტორია და მიმიფურთხებია მამპატიეთ საქართველოს ისტორიისთვის, ღმერთის გარეში ისტორია რო ქვია მაგას. ევროპაში რეფორმაცია იწყება. ევროპამ შვა ძალიან ძლიერი ევანგელისტები და საქართველო ამ დროს რასაკეთებს გადახედეთ. რასაკეთებს ეს ბაგრატიონები და შეიძლება რომელიმე ბაგრატიონი მეფის ქებადიდება? როგორ შეიძლება შევაჩეროთ ამაზე ქებადიდება? აღარ არის საჭირო. ამ გვარის ქებადიდება და რომელიმე მეფემ რა გააკეთა და ბასიანი და მარაბდა და გაუთა დიდგორი და არიქა ჩვენ ესეთები ვართ. თორე ეს დამთავრდება ისეთივე კრახით, როგორც საბჭოთა კოლაფსი, გამოწვეული იდეოლოგია რო დაემხო. არ არის ეგ სწორი. აი ესე ჩამორჩით ჩვენ ევროპას და ჩვენ გვინდოდა ვითომ ევროპელობა. და ეხლა ნაგვიანებია. დღევანდელ ევროპას რო ვეტენებით, ათეისტურ ევროპასთან შესვლა კატასტროფით დამთავრდება, როგორც მათთვის, ისე ჩვენთვის. ხო ვეტენებით ევროპას. ვეტენებით თუ ევროპას არა, მე რუსებს შევეტენებით. მოკლედ აღარ ვიცით, სად შევეტენოთ უკვე. დაგვიანების ფაზაში ვართ, ეხლა ინდივიდუალური მუშაობაა საჭირო. აღარ უნდა ქონდეს აღარც სახელმწიფოს იმედი, აღარც მეფეების და აღარც დემოკრატიის. იმიტომ რომ კრიზისი არის საფრანგეთში, ბრიტანეთში, სახელმწიფო კრიზისები, ეკონომიკური კრიზისები, მაგრამ რეფორმაციამ იქ ისეთი რამე გააკეთა, ინდივიდებს დაუტოვა ეგა და უკვე ინდივიდი თვითონ მიდის უკვე იმაზე გადარჩენაზე, თვითონ ცდილობს, რომ გადარჩემე, რამე თუ დამთავრდება დედამიწა და ყველა უნდა გავიეთეთ იმ ქვეყანაზე. გავიარეთ, ჩვენ ჩამორჩით, ყველაფერში ჩამორჩით. როცა საჭირო იყო ევროპას ვარი უთხარით, ჩვენი ამ ბაგრატიონების გადამკიდე და მასთან დაახლოებული ყავარჯენები, ორი ყავარჯენი მართლმადიდებლობა რო ქვია. დღესაც ეს ორი ყავარჯენია გამოდებული მთავრობას. და დადიან ესე. მართლმადიდებლობა ეს არის ყოველთვის ყავარჯენი. როდესაც გაუჭირდებოდა, გამონაკლისი იყო მხოლოდ საბჭოთა კავშირის დროს. არ იყო საჭირო ყავარჯენები და მიდებული იყო ისე. ესე იგი, მეტაფორულად ლაპარაკობ, ეკლესია აქტიური არ იყო. მანამდე სულ აქტიური იყო. 70 წელი არ იყო აქტიური. და ეხლა ისევ ყავარჯენები საჭირო არის და დააკვირდით მთავრობა ამ ყავარჯენებით დადის. თუ დღეს მთავრობა არსებობს, მხოლოდ მართლმადიდებლური ყავარჯენების დამსახურება არის. სხვანაირად როგორ შეიძლება? ასევე რუსეთს ისეთ დონეზე არ ჭირდება, ისე არის მოწყობილი, რომ უკვე იქ თავისი კაცია თავიდან ბოლომდე. მაინც შენარჩუნებული არის ის სისტემის აღებული ბირთვი. რა არის შენარჩუნებული? სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მეტამორფოზირებული სახე და განაგებს ძველი ხალხი. რუსეთში დღეს ისევე კაცი დააბრუნეს. ელცინის პერიოდი იყო შესამოწმებელი. ელცინი არ იყო არც გარბაჩოვი, კაკების აღზრდილი არ იყო. მათ არ გაუვლიათ სპეციალური სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განათლების. ისინი ჩინოსნები არ იყვნენ. არავინ არ ფლობდა, თქვათ ოფიცრებიც არ იყვნენ, კაგების, სუკის ჩინოსნები არ იყვნენ. და ნახეთ რა გააკეთა გარბაჩოვმა და ელცინმა, მაგათ საქმე გააკეთებინეს. ცდა ჩაატარეს, არ გაამართლა მონტეხეს და ვის შემოიყვანეს? სუკის ოფიცერი, პოდპოლკოვნიკი პუტინი. აი და ყველაფერი აღდგა. ახლა საქართველოს სივრცეს გადახედეთ. საქართველოს სივრცეშიც ერთი ზუსტად ელცინის პერიოდი გამსახურდია. ეგეც არ იყო სუკის მიერ დამუშავებული ჩინოსანი, ეგ არ იყო. არ ქონდა გატარებული სკოლა მაგას ეგა. ეგ იყო პოეტი, ლიტერატორი, დისიდენტი კაცი, რომელიც ასეთ პერიოდში ცდა მანდატს ჩატარდა და ხალხმა აირჩია და არ იყო ეგ წარმომადგენელი სუკისა. და რა მოხდა დააკვირდით, ანარქია, ელცინის დროს ანარქია, მანდაც ანარქია. ანარქიის დროს ყველაფერი ინგრევა. ელცინიც გაუშხვილეს, მოვიდა პიროვნება, აღსდგა ყველაფერი, წესრიგი. ასევე საქართველოში გადააგდეს გამსახურდია, უფრო მეტი განადგურებული იქნა, ამაზე ორი აზრი არ არის
და შემოვიდა ყოფილი ჩინოსანი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ესეც გაწვრთნილი თეთრმელად წოდებული ედვარდ შევარდნაძე, რომელიც სიბერისა გამო მიღწნელებაში უკვე გამოჭუყდა და უკვე დაეწყო მარაზმატიკული რაღაც როგორც ლოგიკა ასე მოქმედებები, შენობამ რყევა დაიწყო საქართველოს ტერიტორიის შენობამ. სასწრაფოდ გადააყენეს და ვინ შემოგვიყვანეს ისევ სუკის გაწვრთნილი ძალიან პიროვნება ნასწავლი ახალგაზრდა ენერგიით ტონი მიხეილი სააკაშვილი, რომლის ბიძა უმაღლეს ჩინოსანი არის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტისა და მისი რეკომენდაციით. არ დაგავიწყდეთ, თან სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წარმომადგენელი ყოველთვის როცა ქორწინდები უნდა ანგარიშვალდებული ხარ. შეიძლება ეს გაუკვირდეს თავად მიშასაც, მაგრამ იცით რა არის მეგობრებო, როგორც აღზრდი ადამიანს. ეს არ უნდა ესე დიქტატურით აღარ უნდა მოქმედებს. ისე წავა არაცნობიერით დაიწყებს იმ საქმეების გაკეთებას, რომელიც გასწავლა უშიშროების კომიტეტმა. ეგ სკოლა ხო გაიარე. რატომ მანდამაინც ამხელა საქართველოს ტერიტორიაზე პრეზიდენტად მოვიდა სუკის ოფიცერი? ეხლა სუკის იდეა თუ კარგად ვიცით ჩვენ, შეიძლება სუკის აგენტი იყოს გამყიდველი? არავითარ შემთხვევაში. ესე იგი, რას აკეთებს რუსეთი და მასთან დაახლოებული SNG-ს ხალხი მოვატყუოთ დასავლეთი. ამებმა ისევ მამაძაღლობაზე ხელი არ აიღეს. და ჯერჯერობით გამოსდით. მოტყუება რაში მდგომარეობს? გაღატაკებული საბჭოთა კავშირი, ესენი უფრო ჭკვიანები აღმოჩნდნენ, ვიდრე ჩრდილოეთ კორეა დებილი. ჩინეთიც ჭკვიანია, იმიტომ რომ მან შეიტანა რაღაც გარკვეული რა კაპიტალები, თელი რიგი რაღაცები და გადააწყო. სრულიად უღალატა ჩინეთმა მარქსისტულ თეორიას და იქ აურია კაპიტალიზმიც არის. შეარწყა ერთი მეორესთან. ნახეთ, ჩინეთი და რუსეთი ამ ხრივ ჭკვიანები აღმოჩნდნენ და სხვები დებილები. კუბა დებილი აღმოჩნდა, დღესაც დებილი არის. იმიტომ არის მასეთ დღეში. მაგრამ რუსეთმა კგბ-მ იმუშავა და როგორ მოვატყუოთ დასავლეთი, იმიტომ რომ ვინგრევით ეკონომიკურად არაფერი არ გაგვაჩნია, ტყავი გაგუძრება. ძალაუფლება კი უნდა შევინარჩუნოთ. და რას აკეთებენ? ვითომ აღარ არის საბჭოთა კავშირი. იშტი, მოვატყუოთ, მოდი მივიღოთ რაღაცები, მაგრამ ექსპერიმენტები სადღაც უნდა ჩავატაროთ, ყველა ქვეყანაზე არ შეიძლება. პატარა ქვეყანა ავირჩიოთ, რომელია? საქართველო, მაინც ბრიყვთა ქვეყანაა საქართველო და იქ თუ გაამართლებს, ჩვენ გადმოვიტანოთ ნენელა, რასაც გააკეთებს ბატონი მიშა, თან ჩემი კაცია. იტყვის პუტინი გამიგეთ, ვითომ ეჩხუბებიან. აი ყველაფერი შემოვიტანოთ მე რუსეთში. მართლაც რაც კეთდება, მათ შედის იქ თავიდან მანდ მე რუსე. ამ ხრივ ტყუილს არ იძახის მიშა, რომ რუსები ჩვენგან იღებენ რამზე. ეგ ტყუილი არ არის. რატო მაგას კი ბატონო, ვიცი, მაგრამ შენ არა ხარ იმის წარმომადგენელი? ვინ დაგნიშნა შენ? შენ ხომ დანიშნული კაცი ხარ? ხო, სად გაიარე სკოლა? რა ფიცი გაგდადებული? კაცშვილმა არის მე, შიოლაშვილი. ამას რა ფიცია გდადებული, რომ ამდენი ხანი არის და არის ეს კაცი? და ამ ორი კაცის გადამკიდე, ჩვენ რომელიმე ევროპაში გავალთ. ვერსად, პირიქით, კაპიტალი შემოვიდა, მოატყუეს რაც დასავლეთი, მოდის და მოდის დაფინანსებები. საქართველოს დაფინანსებაზე ხელი უკვე რუსებმა აიღეს. ეგ ფული რო შემოდის, გაინაწილებს რუსებიც. როგორ ვინც დანიშნა სააკაშვილი, ეგ მარტო მაგი ვერ გამდიდდება. ანგარიშვალდებული არის ეს ფინანსები გაუგზავნოს რუსებსაც. ან მერე მიცეს ისე შეგაგაგურებენ. ელემენტარულად კომპანიას არ ჩაგაბარებს, არავინ თუ ფულს არ აკეთებს და საერთოდ საბჭოთა კავშირში ბაღის გამგეს არ დანიშნავდნენ ისეც, რომელიც ფულს არ აკეთებდა. ან სკოლის დირექტორი, ან შენ ახლა პატიოსანი მე არ მჭირდება. მე მჭირდება კაცი ფული მომიტანოს აქა. ხო, ასე იყო საბჭოთა კავშირის და შევარდნაძეს გატენილი იმებით მიქონდა კრემლისკენ, ხან კონიაკები, ხან თელი ეს რასაც აკეთებდა ეგ რაღაცა, ყველაფერი წილი მიდიოდა იქ. რა, გონიათ ეს რა, ჩაბარდა ისტორიას? ყველგან სახელმწიფო უშიშროების წარმომადგენელი ოსეთში ეგეთი დაინიშნა ახლა, აფხაზეთშიც მაგათი კაცია, რა სკოლებს ატარე. ეს მიშა რატომ მიიღო ქართველებმა, როგორც აი ისეთი გრანდიოზული ევროპის მშენებელი მეტი რო არ შეიძლება. კაცშვილმა არის ესა. რა ვითარებაში მოხდა მაგის რო დაქორწინება? ხო, უცხოელთან რატოა დაქორწინებული, მე ვერ გავიგე. რატო საქართველოში ქალები არ არიან? თან ახლა უშიშროების ისა გაგდამთავრებული. სულთელი სრული კურსი გაიარე ეგა. ბიძა ესეთი გყავს. აი ესეთ ხალხს ამუშავებ. მეთოდები ესეთია. ახლა გადახედეთ მეთოდები მუშაობის. და თქვენ რო გიკვირთ, არ არის ეს უშიშროების კომიტეტის მეთოდები, რასაც უყურებთ? აი ციხეებში წამება, სულ ყველაფერის. აბსოლუტურად ესეთი მეთოდები დემოკრატიულ ცნობიერებას, რომელიც ქრისტიანულ საფუძველზეა აშენებული, არ ახასიათებს. ვერ გააკეთებ მაგას. რომც გინდოდეს ვერ გააკეთებ. შენ თვითონ არ გაგიშვებს რაღაცა უკვე შენი რწმენა, შენი შეხედულება ადამიანზე. და ისე სასტიკად არ მოიქცევი, როგორც მანდ ექცევიან. და ყველა ხო ადასტურებს ამას. აი ყველა მჭკუა ისწავლა, ვინც ციხეში გაუშვეს. რამიშვილმა, ოქროაშვილმა, ყველა ოქროს ბიჭები გამოვიდნენ. და ვითომ ოპოზიციონერებენ.
რამიშვილის ოპოზიციონერობა არ გაიშვა. ეს არის კაცი, რომელსაც ყველანაირი ოყნა აქვს გაკეთებული და დგას იქა და აპარებს სააკაშვილს. რა თქმა უნდა ლაპარაკი. სახეზეა ეგ. ამიტომ იყო დაიძრა ხალხი, ნოღაიდელი, ობა დავითაშვილები, გაჩიჩია, ყველა იყო რუსებთან. ყველას ჰქონდა პერეგაურები, არავინ არ გაიკარა რუსებმა. იმიტომ რომ მაგათი კაცი არავინ არ არის, გარდა სააკაშვილისა და ამის მერე ისე თავიანთ კაცს გამოუშვებენ თუ ეს საჭირო იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ამ კაცს არსად არ გაუშვებენ. ამაზე კარგად არავინ არ აკეთებს იმ დავალებას, რომელიც დავალებაც კაკებს რა ინტერესებს. რუსეთის იმპერია უნდა იყოს თავის საზღვრებში და თუ არ დავაყენეთ ჩვენაირ ალიევიც ეგეთი არ არის, ისეც იმ მაგასაც ეგ სკოლა აქვს დამთავრებული. მამამ როდატოვა შვილი. იფსი არ გამოვა. და ნახეთ როგორ ის არის, რა კარგად არის ეს და ეს გაბრიყვებული დასავლეთი. ამათ რო დიდი ხანია ქრისტე მიატოვეს, იმიტომ ვერ იცნობენ მაგას. და მალე გაიგებენ მაგის მზაკრულ იმეებს. უახლოეს მომავალში. ხო, ამდენი თანხა ხო შემოვიდა, შენობებიც აშენდა რაღაც და ეს ყველაფერი ახლა 8 წელი, 10 წელი და ცოტა მეტი, თუ მეტი არა, რუსებმა ამოისუნთქეს, ხო? ფული არ ქონდათ არაფერი და როგორ დავაფინანსო რესპუბლიკა? ხო, საბჭოთა კავშირში ფინანსდებოდა საქართველოს მაღალ დონეზე, ხო? უფრო მეტი მოთხოვნილება იყო და როცა ყავს იქა, უნდა ხადო აბა ესე ხო არ დატანჯავდა. ახლა კაპიტალიზმი მაწყობს. დიდდება აგერ, როგორც არასდროს ძალიან მდიდარია ჩვენი მთავრობა, ძალიან მდიდარია ჩვენი ეკლესია, ეს წილები სადმის კაცმა არ იცეს, ერთი კი ვიცით რომ ხალხს არაფერი არ აქვს. ხო და მე ვლაპარაკობდი თავში რომ ეს არის აზროვნება ჩემი. ამას არ მიიღებს არავინ. ახლა მოდი და მიაღებინე იმას. ყველა კი ყვირის აგენტია, მაგრამ შენ თუ არ იცი იდეოლოგია, ვერ გაიგებ ამას. რატომ არ მოვიდა საქართველოში სულ სხვა ხალხი? რატომ მანდა მეც მისა სააკაშვილი? და რომ ისეც აღზრდილი რუსების მიერ. შიოლაშვილი სულიერების სფეროში დააყენეს კაცი პოლკოვნიკი. ეს ოფიცერი კიდე დგას კაკების აგენტი, რომელიც აი შეფიცული აქვს იმას და ამან მარჯვნივ გადაუხვიოს მარცხნივ, ეს ჩაეთვლება, გაქცევა და დახრეტავენ. რა, ვინც არ აწყობდათ გამსახურდია მოკლეს, დუდაევი მოკლეს და არ მითხრათ ახლა, რომ კაკების გაგორებული არ იყოს ანჟუანია და ამ პატარა კაციშვილი. მაგას მივიღებ მე ისე, როგორ გაბედავს სააკაშვილმა, ვინც დანიშნა იმას არ უთხრას, რომ იცი რა, მოშორება მინდა კაცის და უნდა შეგითანხმო. თორე ჩაბარცხდა თუ არ რუსებმა. ეგ რომ მაგის მოკლული იყოს, რუსები არ გაჩერდებოდნენ, ყველა მასალებს დაალაგებდნენ. ასე რომ აქაც მოატყუეს დასავლეთი და დასავლეთი პირდაპირ ტყუდება, მაგრამ უკვე თანდათან უკვე მე მგონი თვალის ახელაც ეწყებათ. ეს ფული მაგათ გადაეყარათ. სხვა სიტყვებით, იცი რა არის, აი ფული დააწერეს დასავლეთს. ცოტა ხნით შეანახინეს თავი, რუსეთში გაამდიდრეს ხალხი. ხო, იარაღები გაიხსნა, იქ შევიდნენ სავაჭრო იმაში და ამ ამბიციებს რუსები ხელიდან არ გაუშვებს. რა, როგორ ამათ არ უნდათ სოფლის დაყრობა? რა, თუ ამერიკას აქვს ეგ ამბიცია, რატო არ იქნება პუტინს? ხო და ემზადებიან. შეიძლება გაცვლებიც გააკეთონ, გარიგებები გააკეთონ. ეგრე არ იყვნენ, როგორ გადაინაწილეს მსოფლიო ამერიკამ, რუსეთმა, ინგლისმა. გახსოვთ სამთა კავშირი? ჩერჩილი, რუზველტი და სტალინი. იჯდნენ, პუტუნობდნენ ეს ვიგინდარები, როგორ გაეყოთ მსოფლიო და გაინაწილეს. ტერიტორიები ჩვენესა, ჩვენეს რა კავშირი გაქვს მარქსიზმთან? აი ამერიკელი ხარ, ხო ინგლისელი ხარ? აი რა კავშირი გაქვს სტალინთან? რა კავშირი ეს? თუ მარქსიზმი ბოროტება იყო, ესე ავიღოთ, ხო, ესეთი ბოროტება და იძახიან რომ ბოროტება იყო. გიტლერმა რო დაიწყო წინსვლა, მაშინ გიტლერს უნდა დახმარებოდი შენ და მე გიტლერი მოგესპო. ესეთი რამე დავატრიალოთ ახლა. მაგალითად, განათებოდათ თავი რუზველტს და ჩერჩილს და დახმარებოდნენ გიტლერს, როცა რუსეთისკენ წავიდნენ. ესე იგი, გვერდში დადგომოდნენ და ეთქვათ, თუ დავიბრუნოთ მაგას, გავინაწილოთ ტერიტორია, ამხელა ტერიტორიაა. და რას ნიშნავს ეგ იცით? ძალიან ადვილია გერმანელი ერის გაწვრთნა, გასწავლა და გერმანელი მოეგება გონებასა და სახეზია დღევანდელი გერმანი. მაგრამ ნახეთ რა დრო გავიდა და რუსეთი მაინც რუსეთად დარჩა. ესე იგი შეცდომა იყო გიტლერის დამარცხება. მაგრამ ეს ხომ ღმერთმა გააკეთა. ხო იტყვიან რომ ნაკლები ბოროტება, მე გადავაფასე თელი რიგი რაღაცე ფაშიზმი ესე. ფაშიზმი ახლა ტოტალური ვერ იქნება. იმიტომ რომ იქ ერი იყო ისეთი რომ თვითონ გერმანელებმა დაამარცხეს ფაშიზმი და არა რუსებმა. ეგ ძალიან ძლიერი აუჯანყდა სულ. მაგრამ სტალინს არავინ არ აჯანყებია. ისევე როგორც ახლა არ უჯანყდებიან პუტინს და სააკაშვილს. პირიქით ჩასწორება და იმას თხოვენ რა, უკეთესი დახვეწილი დემოკრატია და რაღაც ისულელეები. ამიტომ შეცდომად მიმაჩნია აი ამ გადასახედიდან შეცდომა დაუშვა ამერიკელებმა და ინგლისელებმა. გიტლერს უნდა გვერდზე დადგომდნენ, როცა ეს შეება უკვე უზარმაზარ ვეშაპს საბჭოთა კავშირს, რომელსაც საერთოდ იარაღი არ ქონდა. და ორივე უტვინომ, ნახეთ რა გააკეთა. ჯერ არ ჩაებნენ ომში, უყურეს აბა ვინვის და ბოლოს რუსებმა რო დაიწყეს შიშისაგან, მეორე ფრონტი გაუხსნეს, რომ თქვენიანი ვარ რუსებს გამოუცხა, მაგრამ სტალინი არ მოტყუებულა მაგით.
მაინც ბოლომდე სიძულვილი დარჩა დასავლეთისა და მერე წავიდა ცივი ომი, რომელიც დღესაც გრძელდება. ხედავ, ამ გადასახედიდან დამეთანხმებით, რომ შეცდომა იყო კოალიციაში შესვლა. ჰიტლერს უნდა დაუდგე, უნდა გახედო და აი უკვე აღარ ქონდათ პრეზიდენტებს ქრისტიანული მიდგომა და რწმენით აღარ მოქმედებდნენ. პოლიტიკური იმეებით იმოქმედეს. დაამარცხებინეს რუსეთი, დაეხმარე, ტექნიკა ყველა ძლიერი იქნება, ამხელა უზარმაზარი ტერიტორია გაინაწილე და მერე ჰიტლერი მოვტეხოთ. ჰიტლერი მოვტეხოთ, გერმანელიერი მშვენიერი, გადახედეთ, ყვავის გერმანია. Როგორი გონება აქვს, რა კარგი პიროვნებები არიან და საერთოდ გერმანელები ძალიან კარგი ხალხი არიან ურთიერთობაშიც კი. სადაც ცხოვრობენ, კიდე აქა, კიდე იქ, ძალიან დისციპლინირებული, ძალიან სუფთები, აკურატულები და ეს მაგარი თვისებებია. დანგრეული გერმანია ფეხზე წამოდგა, მოინანიეს, ნახეთ რა ერია. მაშინ როდესაც საბჭოთა კავშირის დღესაც არაფერი არ მოუნანიებია. არც შევარდნაძეს, არც შიულაშვილს. ხო, გამორა, მთელი ცხოვრება იმპერიის სამსახურში იყავი. გამოდი თქვი კაცო, ვინ შემოგაპარა ამ წვერებით აქა. რა სულიერებას მიშენებს ახლა შიულაშვილი? მაგას მოსანანიებელი აქვს, რომ კაკების აგენტად არის ცნობილი საქართველოში, მათმა შემოგვიცურეს. შემოგვიცურეს ხალხი არ წაიყვანო იქითკენ, ღმერთისკენ, თორე გაიხსნებათ გონება და ევროპისკენ წავლენ. ცნობილია ქრისტეს მიიღებ, უკვე ევროპელი ხარ. ყველა ვარიანტში ნათესავი ის არის უკვე შენი და ბრწყინვალედ გაართვა კაკების მიერ დანიშნულმა შიულაშვილმა, რომ ქართველი არ დაძრა ადგილიდან. ასევე ბრწყინვალედ ართმევს თავს სააკაშვილიც. ერთმანეთს ყარაულობენ ესენი. რამეს გააკეთებს შიულაშვილი ჩაუშვებს. შიულაშვილი რამე რეფორ ეს ჩაუშვებს. ასე რომ ესენი თანამშრომლებენ შემოკარგებოდა დრო კი მიდის. თქვენ კი იმედი გქონდათ მაგისი, მაგრამ მე არ მაქვს მაგისი იმედი. თვისებრივად არ მოსულა პიროვნება, რომელიც მართლაც აი ქრისტიანული ცნობიერება და რაღაცა მაღალი იდეალები აქვს. მოკლედ ადამიანს არ უნდა შეხედო ისე როგორც აი მეორე ხარისხოვანს. საერთოდ მეორე ხარისხოვანს ადამიანს ხო იცით ვინ თვლის? აი დარვინიზმი. აი როგორ უყურებენ პუტინი როგორ უყურებს თავის ერს, სააკაშვილი როგორ უყურებს ქართველებს. სახეზე არ არის ახლა. შეიძლება ესე უყურო ადამიანებს, აი ციხეებით გამოავსო, 100 ლარს როგორ აძლევ ადამიანს. არ მესმის ეგ რა ხედვა არის. და შიულაშვილიც როგორ იცი მორგებული რო აქვს ეს წმინდანობა და არც დაფიქრება. მე მემაწუხებს ეგ პრობლემა, იცით, რომ 100 ლარი და რომ განცდაში რომ გავატარე, რა ვიცი, აი რაოდენ საქონელი უნდა იყო, ეგ არ გახელბებდეს, როცა შენ ხარ ლიდერი. მოიკელი და მიეცი ადამიანს რა. მაგრამ არ გააკეთებს ამას. იმიტომ რომ მათი ცნობიერება მატერიალისტურია და დარვინისტული და დარვინიზმი განვითარებული არის შიულაშვილი, დარვინიზმის თანახმად სააკაშვილი და სხვა დანარჩენები მაიმუნის დონეზე არიან და მაიმუნს 100 ლარზე მეც არ მისცემენ. ეს ძალიან კარგად ჩანს მეგობრებო დღევანდელი იმიდან და ჩემი ღრმარწმენა სწორედ ამას კარნახობს, რომ აი როდესაც უკვე გამოდიან და აი ეს ივანიშვილები, ვითომ ეს გაჩეჩილაძეები, წავიდე ხან აი დანიშნული კაცი არის სააკაშვილი. რუსებს როს დომემოდათ, კი უნდათ, პატარა რაღაცა, პატარა შეცდომები მოუვიდა სააკაშვილს და გაძრომა მოინდომა ამიდან, მაგრამ ყურის აწევით დააბრუნეს. ეხლა რო ეგენი ყვინჩილობენ, ეს ჩემთვის არის ცოტა სასაცილო. რუსებს ყვინჩილა ჩემი მტერი. ისე გაგაქრობენ ჭრაქივით. და მით უმეტეს საზღვრები გახსნელია. მან რუსი როგორც უნდა ისე შემოჭილიკინდება, ჩვენ კიდევ ვერ გავალთ იქით. და გამოაგზავნეს ტიპებს რა უნდა 8 ადგილზე მოგიწყობს დივერსიას და დამთავრებულია შენი ამბავი. დესტაბილიზაცია გარანტირებულია. ნახეთ რა წესრიგია საქართველოში. მაგას ხლა მარტო ქართველი ვერ გაართმევს თავს. ამ დგას ხალხი, რომ ამის ცდები, ლაბორატორიული ცდები მიდის კიდე დემოკრატიობანას თამაში და ვნახოთ გაამართლებს თუ არა. ჯერ კიდე მოვატყუოთ დასავლეთი. და ეგ დიდი ხანი არ გაგრძელდება ესეთი ლაბორატორიული ცდები. ეგ დასასრულისკენ მიდის, დამთავრდება და ბოლოს ნამდვილი სახე კარგია როცა აქვს. ეხლა რას გვემაიმუნება ან პუტინი, ან სააკაშვილი ევროპელები არიან. რას გვემაიმუნებით, ხო? ჯერ ევროპა რა არის დღევანდელი ევროპა, აი გული შეგიწუხდებათ რა, რამდენი პრობლემებია, რა დღეშია ესპანეთი, რა დღეშია მორალის თვალსაზრისით, აი იხრწნება ყველაფერი. აღალ დონეზე იხსნება. მორალზე ხო ლაპარაკით ზედმეტია ესეთი მდგომარეობა. ხო ეკონომიკური გაჭირვება არის, უმშევრობა არის. ბრიტანეთია საშინელ დღეში, გერმანია შეეპარება, პორტუგალია საბერძნეთზე აღარ ლაპარაკობ, გამოსვლები, როდემდე იქნება ესა ხო? ხედავთ რა მდგომარეობაა, სულ და ესენი კიდე კარგად გულაობენ, კარგ ფულს აკეთებენ, წილებს ახლა მაგას დამაჭირებ, საქართველოში დანიშნული პრეზიდენტი ფულს აკეთებდეს და ეს რუსები წილში არ ყავდეს. დააწერეს დოლარები საზღვარგარეთს, როგორც ჩინეთი დააწერს ამერიკას და რამდენი აქვს უკვე. ჩაძირავენ მაგით, რომ გამოუშვას ჩინეთმა, ორ კვირას ჩაძირავს ამერიკას. მაგრამ ჯერჯერობით ხო იცით რომ ღმერთს უწირავს ყველაფერი ხელში.
როგორც კი ამოიწურება ამერიკაში ქრისტიანული რწმენა მთლიანად, ჩაიწერება ეგ ქვეყანაც. ჯერ მაინც არის ხალხი და იქ ანგარიშს უწევს ღმერთი, ხო? ხო, 2-3 კაცი რო იყოს მორწმუნე, სოდომ გომორს არ ანგრევდა ისა და მით უმეტეს ახლა შტატები, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს ქრისტიანულ იმაში და არ არის იმდენი თეოლოგია არსად დედამიწაზე, რამდენიც ამერიკელებს აყავთ და ინგლისურენოვან სივრცე რა ძლიერი არის მაგ მხრივ. ერთ-ერთი ინგლისურენოვანი სივრცეში რჩება ისევ იესო როგორც უფალი, მხსნელი და გამომსყიდველი. სხვა ენები მას არ იღებენ. აი არიღებს იტალიური ენა, ესპანური, ფრანგული, მაგაც ხო კათოლიციზმი არის იქ. აი ინგლისური ენა არის. და ამის მას ხედავ დამსახურებას ჩაუთვლი, მაგრამ ჩვენი ჯელობის დასასრულს შეგვიძლია ესეთი რამე ვთქვა, დღეს ილუზიაში ხო შედის ქართველი ერი და შესულიანი მაღალ დონეზე. ესე იგი, რა დონეზე აკონტროლებენ? გზადაგზა ხო ხვდებიან როგორ არის. მანდ რომ უშიშროების ხელი ურევია. აბა გადახედეთ როგორი ისინი არიან. რა მაღალ დონეზე რა კარგად არის ეს გაკეთებული. ორი მძევალი დატოვებულია, რუსებმა მაგრად იცოდა ეგა. ორი მძევალი ჩააბარეს თუ არა ოსეთი და აფხაზეთი. დაიწყო ედიკამ დაამთავრა სააკაშვილმა. და იციან რომ ქართველები უამისოდ ვერსად ვერ წავლენ. ორი ამოცანა ქონდა მას. ერთი რომ ქართველები არ გაძვრენ, მაინც არენდობოდნენ, როგორც შაჰაბაზე არენდო გიორგის და თავიშვილი დაიტოვა პაატაიქა. ასევე არენდობენ, კი, კაკების მაინც ვერ გენდობი ქართველი ხარ ბოლომდე და არც შემცდა რა რუსები. სააკაშვილს არენდნენ ბოლომდე. და გაამართლა მართლაც მოუშვინა ამან რა უნდა იქ დასავლეთით ჩალიჩობს მოგაფშტვენო, აქ გარბაჩოვს მოაფშტვენეს და ელცინს და მედვედევის მომშტვენას კი შეუყარეს რა შენ ხარ პრეზიდენტი. რა უნდა ადამიანის გამოჭუკებას. ჩაუყარე ისინი მარცვლები ესეთი რომ არა შენ უფრო ძლიერი ხარ ჩვენთან ითარი ეს არ გინდა დაგნიშნოთ. სააკაშვილმა მოუშვინა, მაგრამ ეხლა უკვე მიხვდა ვინ არის ბრძანებელი. ვინც დაგნიშნა, იმას პატივი უნდა ცე. ამას მიხვდა ეგა. მაგრამ ის გინება დარჩა. ჯერ ხანობით კი ამათი კონფრონტაცია ეს მოჩვენებითი არის რუსებისა და ქართველების. და თუ მოხდება მხოლოდ იმიტომ რომ საქართველო ისევ შემოიერთოს რუსებმა. და ამას ისევ გააკეთებს ქართველი. თავრობა გაუკეთებს ამას. წაითამაშებს ომობანას, ჩააბარა ოსეთი, ჩააბარა აფხაზეთი, ჩააბარებს საქართველოს. რა პრობლემაა ეგა? აქეთ ირანის ამბებიც ალბათ ახლა ოქტომბერში გადაწყდება ეგ ამბავი. და რუსებიც გაამაგრებენ მაგ იმას და ირანი შენ, ამერიკა, საქართველო მე. ეყოფა ახლა ამ ექსპერიმენტები ვატარეთ, დავამთავროთ. ფულიც აქვთ და ისევ თანამშრომლობთ. რაოდენ გაბრიყვებულია ქართველი და რამდენი გაბრიყვდა უკვე? ამიტომ არის ესეთი გულგრილი საქართველოს მთავრობა. კაპიკს არ გაიმეტებენ, არა და რამდიდრები არიან. ასეთი არის ძუნწი ეკლესია. კაპიკს არ იმეტებს, იცი, ყველაფერს ყიდის. თუ რამის გაყიდვა შეიძლება, ყველაფერს ყიდის ქრისტეს სახელით ეს ეკლესია და თლენობაში მთელი ერი გადაგვარებული არის რა. როგორ შეიძლება ეს გზა ტაძრის გზა იყოს? ეს შეიძლება ეგ გზა ტაძრის იყოს? აი გამორიცხეთ ეგა. ანის ტელევიზიები, რომლებიც დღეს საქართველოში მოქმედებს, ეგენი ახლა დამოუკიდებლები არიან, ვისაც ყუებენ? რომელი ტელევიზია მაესტროა დამოუკიდებელი, აქ ვარდიას ამდენი ხანი როზის აქ და თავის ოჯახს კარგად ინახავს. ეგ ტელევიზია არის? ეგ არის ორთქლის გამოსაშვები ტელევიზიები. ხო, ვაგინე რა კაცო, დემოკრატია რა პრობლემაა ეგა? პუტინმა დაუშვე ეგა და სააკაშვილიც თავიდან მძიმედ განიცდიდა და მაგრამ ეხლა ვაგინე, რა პრობლემაა ეგა? ხო, ჩვენ ხო ვართ, ფულს ვაკეთებთ და გამოვიდა რა მიგინებით, არაფერი არ გამოვიდა. ხო და ბურჯანაძეს ვერ მიიღებდა პუტინი, იმიტომ რომ მაგის სკოლის წარმომადგენელი არ არის. ეგ სკოლა უნდა გაიარო, ხო, ყველა სხვავის სკოლა აქვს, რწმენა აქვს, ფიცი აქვს, ყველაფერი. ისე არ გაგიშვებ. სააკაშვილი გაიხსენეთ როგორ დაინიშნა სააკაშვილი, საიდან შემოვიდა. ვინ უხელმძღვანელა, როგორ აღმოჩნდა ეგ მოქალაქეთა კავშირში. რა, გადახედეთ მის ბიოგრაფიას, სადა აქვს ნამუშევრები. სულ ედიკას გვერდზე იზრდებოდა ეს სამეული. ამ სამეულიდან არ შემცდა რა კაკები რომ პირველობა სააკაშვილის მისცეს და ჟვანი ამოტეხეს და ბურჯანაძე ჩამოაშორეს. იმიტომ რომ ჟვანი ის კაცი არ არის, რომ ხალხი ეწამებინა ციხეში. არც ბურჯანაძე არის ესეთი ქალბატონი, რომ არ გაითვალისწინოს ქართველი ერის ჰუმანიტარული შეხედულებები და რაღაცაზე არ წავიდეს. ეგ ვერ დაიჭის ხალხს მოკლედ. უმოწყალოთ ვერა, იმიტომ რომ ბურჯანაძე უფრო ადამიანი არის. ბუნებრივიც არის. ამას სკოლა აქვს დამთავრებული. ამას ფიცი აქვს. ამას მისტიკური კავშირი აქვს. უღალატებს სადაც უნდა წავი და იპოვნიან ტყავს გააძრობენ. კაკები არასოდეს არ არის პენსიაში გასული არ ითვლება არასოდეს იგი. საქმე საკეთებს მეგობრებო. 8 წელი გავიდა. კამანდა შეკრავს. მე დაჭირდება მოსკოვს. უნდა მესამედად დააყენებს პრეზიდენტად და უნდა საშვილიშვილო დიქტატორად დაგვინიშნავს მან. ჭიჭყინოს ამერიკა რამდენიც უნდა. ვინ კითხავს ამერიკას? ამერიკას რო თავში კონდეს მართლა კარგი გაგება, საზღვრებს გახსნიდა და წაართმევდა მაგერს რუსებს და სხვანაირად იმუშავებდა. მაგათ ჩაგვიკეტა ისინი, არსად არ უშვებს ქართველებს, ტყავს გვაძრობს. დაგვცინის გვამასხარავებს თვითონ გრიალებს, ეგრე არ გამოვა.
ან კიდე რუსები აიღე. კონფრონტაციაში იყოს სააკაშვილთან რუსი და რა უნდა მაგის დამარცხებას. გაუხსნის საზღვარს ქართველებს, იქ აქ წამოვა რუსებისგან ისა. და საერთოდ იქიდან ფულს არ გამოაშვებინებ. დააკვირდით, 800,000 ქართველია რუსეთში და 60%, 70 გადარიცხვები რუსეთთან მოდის. აბა ახლა ისმის კითხვა. სააკაშვილი რა, შეიმტერია? მტერს აფინანსებ? და არის ეს კაცი გულობს, მიფრინავს, მოფრინავს. როცა არ ევასებოდათ კაცი, მოიმწუდეს მგელივით საწყალი გამსახურდია და რა უნდა ეცოცხლა კაცი, რას კლავდი? ან გუდუდაევი მობილური აუფეთქეს. არ აწყობდათ ესენი მართლა უკვე გადავიდნენ. და სააკაშვილი ეგეთი არ არის. ნახეთ, ნაყოფით იცაენ თხე. რამდენიმე დღეს საქართველოს მარტო განცხადებები დროშის ფრიალი. კაცო გავიდა 8 წელი. რა სხვახუმი არ არის, ოსეთი არ არის, ხალხი გაღატაკდა, გაღარიბდა, გაუბედურდა. ეს რა არის? რა არის და გეტყვით. დასჯა ქართველებისა და საერთოდ SNG-ს სივრცეში შურის ძიება. ყველა იმ ხალხის დასჯა, ვინც ანტიკომუნისტური განწყობით იყო. საქართველოს გამოირჩეოდა ანტიკომუნისტური განწყობით ვიდრე სხვა ერები. აი კაკები რა ვიჯის ახლა ქართველ ხალხს ჯირს იმისათვის რომ დისიდენტური ტვინი ქონდათ. უყურებდნენ 80-იან წლებიდან. გახსოვთ ეგა? ეგ როლი აქვს სააკაშვილს. ეგ დასჯა გაგრძელდება მანამდე, სანამ ქართველები არ მიხვდება რომ ჩვენ დავაშავეთ. და დააშავა ქართველმა. გააპატიებს კომუნისტი და კაკებეშნიკი რა იმეს და მაგას ახლა რუსები რო უყურებდნენ რა ხდებოდა 80-იან წლებში საქართველოში, მაგი ჩაყლაპეს მაგებმა? და აგიჯით ხოლოდ ქართველის ხელით. მე რატო დაგსაჯო? და ეს ქართველები სათავეში როა სულ ყველა იქიდან არის. რუსულიც ყველა მაგრად იცის. ეგაც რაღაცა ნიშანდობლები არის. შენ მე რუსულს მიკრძალავ და შენ მე რუსულები აკა? რა უბედურება არის? ეს ხალხი, რომლებიც ახლა ანტიდასავლური განწყობა ჰქონდათ, მეგობრებო და უნდათ რუსებთან მისვლა, გავიდნენ კონსულტაციაზე და ტესტები ვერც ერთმა ვერ ჩააბარა. პუტინი რა დახვეწილი აკებს ის არის რა გაღზრდილი. სააკაშვილი ვერცეთს ვერ შეცვლის. და ამიტომ არ ეხმარება არავის. არც იფიქროს გაჩეჩილაძემა, ნოღაიდელმა, ივანიშვილმა, ბურჯანაძემ, თქვენ გიჯერათ რომ ივანიშვილს რუსი დანიშნავს? მომკალით და არ ამჯერა. ვინ არის პრეზიდენტი? კაკებ. სტალინის მემკვიდრე არის რუსეთში. უბრალოდ არ არის აი სიმბოლოები რა. ნამგალი და ურო რაღაცა, იმიტომ რომ ეს ახლა თანამედროვე სოფლიო გადაეწყო თელერი. სოფლიო აღარ არის ქრისტიანული და ახლა მართლა შეინარჩუნო ახლა ძველი ისენი ფორმები არ გამოვა ესე. ძალაუფლება კი შეინარჩუნეს რუსებმა. რუსეთის იმპერია ისევ დგას, წამოიმართა, გაძლიერდა, უამრავი ამ სულელური პოლიტიკებიდან, სოფლიოს პოლიტიკიდან ის გამდიდრდა, გაღატაკებული რუსეთი ფეხზე დადგა, ამბიციები შეიძინა, შეიპარა იქ სავაჭრო ორგანიზაციაში, გაყიდის ამ იარაღებს, გახსნა საზღვრები, გააუშვა თავისი აგენტები ყველგან. ყველგან ყავს მაგას ისა. ეს ბოთე დასავლეთი. ვნახავთ, როდის მიხდება მაგას. ჯერჯერობით წაგებას არიან. რა გამოვიდა ამდენი ხანი საქართველოს. რა გინდა ახლა რუსები გინდა ვისატყუებ ახლა მაგას. ახლა კაკებს მოატყუებს ახლა ეს ამერიკელი თავის დემოკრატით. იცი რა საქართველოში დემოკრატია უნდა მაგას რუსეთის ტერიტორია. და თუ უნდა ამერიკელს ეგა. მაგის შანსი ქონდა 1941 წელს. არ მისცა ღმერთმა. განუძომიერებას შეიცნობთ, იცე კარგად იქნებით, მეტი რო არ შეიძლება. არაფერი არ ხდება ისეთი რომ ღმერთმა არ იცოდეს. აკონტროლებს ყველაფერს. ისე ადამიანები ისე გამკეთებელია. ვერ გააკეთებ. ვერ ერთიანდება ადამიანები, ხო, ესეც რა საიდან არის? აი, დიქტატურა არის, ხო, ვთქვათ, სტალინის ლაგერში დიქტატურა იყო. აი, ხო, ყველას არ სიამოვნებდა რაც ხდებოდა. უფრო ეგენი მეტი იყვნენ, ვიდრე ვთქვათ, ბადრაგი. და ვერავინ ვერ ერთიანდებოდა რა, რომ გავერთიანდეთ და ესენი ტყავი გავაძროთ. ყველაზე ძნელი არის გაერთიანება. და ემსახურები დებილს. რისი გეშინია? მაგრამ მარტო შენ აღმოჩნდები, შენ არა გაქვს წმენა იმისა, რომ შენთან იყოს ყველა. აი, ამას ვინ აკეთებს? როგორ ექვემდებარება დებილ, ვთქვათ, მაიორს, ძალიან კარგი ადამიანი და რასაც უნდა იმას აკეთებინებს. აი ეგ ფენომენი ძალიან ძლიერი ის არის, რომ როგორ ხდება. აი იგივე საქართველოს, ხო, დაქსაქსული არის ყველანაირად ქართველები. და არავინ არ არის გაერთიანებული. არავინ არ არის. ისეც თავრობაც კი არ არის გაერთიანებული ინტელექტუალური სულიერად. მაგათ აერთიანებთ თანამდებობა. და ისეთი რამე არის მანდ მაგიური, რომ ამის გამო რო არ დავკარგოს კამი შენთანა ვარ, თორე ისე რაჯანდაბა მინდა შენთან. და ამის ნათელი დადასტურება რა არის? როგორც კი მიატოვებენ ამ ადგილს, უკვე ოპოზიციონერები არიან. მერე უკვე გაერთიანდება იქით ოპოზიციონერთან. ასე რომ ისინიც არ არიან გაერთიანებული. თუ გაერთიანებული ღმერთიდან მოდის, ჭეშმარიტი. აი ინტელექტუალური სულიერი ძალიან ისეთი არა და მაგას ვერამე ვერ ამარცხებს. როცა ეხლა ეს კამების შენარჩუნებაზეა ლაპარაკი და თან თბილის კამები, როცა გაუცივდა შევარდნაძეს კამები, გადაუდგნენ.
თორე ცივ სკამზე ჯდომა არავის არ უნდა და ეგ ახლა ყველაზე თბილი სკამები არის ხო, კაი ხელფასებით და რა ამას როგორ დავთმობ? შეიძლება დედათან სიამოვნებდეს სააკაშვილი ასე ფიქრობს, შეიძლება რომელიმე დეპუტატი ან თქვათ მინისტრი. მე შორს ავარ იმაზისგან, რომ ყველა გიждდებოდეს მაგაზე. უფრო მეც გეტყვით, არც არავის არ უყვარს ეგა. არც მერაბიშვილს და არც არავის. მაგრამ სამაგროთ უყვართ თავიანთი თანამდებობა, სკამები და იციან რომ თუ ეს დაიშალა, მეც გადავყვები ამ ამბავს. აბა შანსი მიეცით და იცი გადაულიდან მეტი რო არ შეიძლება ხო. რომელიმე რუსმა პუტინმა უთხრა ივანიშვილს შენ იქნები და არა ჩანს მაგის აქტიურობა? ან მერაბიშვილს უთხრა შენ იქნები და არა ჩანს აქტიურობა? არავისთვის არ უთქვია ჯერეგა? მაგრამ როდესაც გამსახურდის გადაგდება უნდათ, იქ კარკვევი თქვა რუსმა, ვინ უნდოდა? ედიკა. და ჩაუშვა ეგა ხალხში. აიტაცა ხალხმა და გამიატოვეს გამსახურდია. მიატოვა ყველა, იმიტომ რომ ცივ სკამზე იჯდა გამსახურდიას დროსაც მთავრობა. ძალიან ბევრს არაფერი არ ქონდა. დეპუტატები რამე მართლაც აი ენთუზიასტები იჯდნენ, მაშინ ღარიბი იყო, ყველაფერი არაფერი არ იყო. არაფერი არ ქონდათ მათ. ეკონომიკა არა, არაფერი არ ბლოკირებულია ყველაფერი, ხო გახსოვთ? პურიც არ იყო მაღაზიებში, რა ამბავი იყო, დაცარიელი და ყველაფერი. და ასე დროს პრეზიდენტი საერთოდ გაუბედურდა რა. რა გიერდგულო შენ? ჩემი არაფერი არა მაგა. შენ გიერდგულო და მშერი დავრჩე? აგერ მოდის ედიკა და გადაჯდნენ. ცოტა თბილი სკამები წამოიღო იმან. და ცოტა ხან სითბო ქონდათ. როგორც კი გაცეობა დაიწყო მაგის სკამებმაც, მაგასაც გადაუდგას უყველა, ხო გახსოვთ? და ეხლა ამ კაცს, იმიტომ არ უდგებიან, რომ თბილ სკამებზე ზის ყველა. ეს არის გამოითოფო თავი. ამიტომ სიყვარული მეგობრებო, სიყვარულით ნამდვილად არ უყვართ რა. ეს როგორც არ უყვარდათ არც ერთი დიქტატორი, ავ თქვათ რომის ისტორიაში. ახლა მაგაგებით, ახლა სააკაშვილი დიქტატორი ნამდვილად არის. მან იმართება სულ სხვა რაღაცა არის, მან ცნობიერება და რელიგიურად უნდა განვიხილოთ ეგა და ვინ მართავს კიდე, ხო? კრემლიდან იმართება თელი რიგი რაღაცეები. ვაშინგტონიდან ნამდვილად არ იმართება. ეგ შეცდომა დაუშვა ნათელაშვილმა და მე ეჭვი მაქვს, რომ ნათელაშვილიც რუსების სამსახურში დგას ისე რო არ იცის. ვაშინგტონში მიდიხარ და ძირეს დიქტატურად ეს აწყობს, ხო? ქართველ ერთს რომ ნახოს, რომ ვითომ ამერიკელებთან აგვაქვს ჩვენ საქმე. არ იყოს შემეცნებულის, რომ რუსები მართავს კიდე საქართველოს. ასე რომ ნათელაშვილმა შეგანებულად იმაიმუნა. ვაშინგტონში 4 კინკილა კაცით რომ იმას აქ აგრძნობინა ქართლს და ეს ილუზიაში შეყავთ. შეიყვანა ილუზიაში, ხო? მე ვერ შემიყვანს ილუზიაში. წადი და მოსკოვიდან არის ეგ კაცი. იქ არიცი რომ იმან დანიშნა? აი იქ მიდი და იქ უთხარი მომაშვერი. აბა გაებედა და იქ იყვიროს კრემლთან დალოი სააკაშვილი. წავიდეს იქ იყვიროს, აბა. იქ რატო არ ყვირის? თქვენ გინახიათ რომელიმე ოპოზიციონერი წასულიყოს მოსკოვში და დალოი სააკაშვილი იყვიროს? ვაშინგტონთან მაგის ყვირილი? ეგ არის ის რომ რუსების სამსახურში დგეხარ ჩემო შალიკო. და ახლა გაბრაზებული ხარ. თუ ბევრს გაახურებ, გაგაქრობენ, თორე არ შეუწყო ხელი რუსებმა, არც ნათელაშვილს. მაგრამ ვერ ბედავს რომ გაახუროს. თორე გახსოვთ ეგენც ლაპარაკობდა რუსებთან და რა კარგისა აქვს, ხო? აამუშავებენ, მაგრამ რუსებთან არის. ამ დროს რუსებთან არის მთავარი კაცი. ზოგი ინსტინქტურად ხვდება, ზოგი რაღაც იმ ვერ ალაგებს, აი ზოგი ესე არის, ზოგი გაბრაზებული ძახის. უნდა ანალიზი მისცე ამას, რატომ? აი თუ არ მიეცი ანალიზი ღრმა ფილოსოფიური და დაალაგო, ის ახლა გაბრაზებით იტყვი რომ ყველა რუსების აგენტია, ხო? თვითონ სააკაშვილი ძახის რომ რუსებთან არის ყველაო. არავინ არ არის რუსებთან არის სააკაშვილის მთავრობა და ეს ხალხიც უნდა იმათან, მაგრამ არ იკარებს რუსები არავის. ჯერ მით უმეტეს ახლა რატო გაიკარებს ბერძენიშვილებს? ეგ შემოწმებული ხალხია და მოღალატეები არიან. მოგახსოვთ ეგეთ ხალხს არ გაიკარებენ. გამსახურდიაც არ გაიკარეს, იმიტომ რომ ეგეთ შეამოწმა და მოღალატეა. ხან ისე ხარ, ხან ასე ხარ, ხან ბოდიშს მოიხდი ხარ, არ მაწყობს ეგ. კაკები ხო იცი როგორ ხალხს არჩევს. როცა მასეთი კაცი არის, იმას ვერ გადააგდებთ თქვენ. ვერ რაღაც მისია აქვს მას, მისია. ამოიყვანოს ვიღაცები, ამოყაროს ესენი და გაკრიჭოს. ამას აკეთებს ლოკალურად, ღმერთი აკეთებს ამას. გლობალურად მარტო წარღვნის დროს მოხდა ესეთი რამე. წარღვნას ვერ დავაბარებთ ჩვენ რომელიმე სახელმწიფოებს. აქ პირდაპირ ღმერთმა გააკეთა ეს. იმიტომ რომ უკვე მასიურად იყო ხალხი 8 კაცის გარდა. როცა უკვე ლოკალურში არის მთელ დედამიწაზე, აი იქ ისეთ დავნიშნავ მე. აი ის მოულის ყველას რა. გაკრიჭავს ყველას. ტყავს გააცრობს. ხო და განა ტყავგასაძრობი არ იყო 1000 წელი იყო შენ ქრისტიანი გერქვას და ამაგრებდე მეფეებს და იმპერატორებს და ხალხი დაივიწყო და რა შეხმატკბილებული იყვნენ ბოლოს ხალხის გატყავებაში სამღვდელოება და რომანოვების დინასტია. ეს ეკადრება ქრისტიანერს და არ გამიკვირდება რომ აი ღმერთი განრისხდა და უცებ აი ათეიზმი შემოაგდო აქ ფარდა აეხადა ყველაფერს და ზუსტად რაც ახარის უნდა იყო. და წავიდა დაჯას მასიურად ყველა ხალხის, ყველასი, თორე ჰუმანისტური პრინციპებიდან თუ შეხედავთ ამას, რევოლუციონური გამოხვალთ. აბა ქრისტიანული პრინციპებიდან შეხედეთ ყველაფერ ამას, სიმშვიდე გარანტირებული გაქვთ. იმას კი არ ვიცახი რომ ღირსია ხალხი მოკლათ. ღმერთის ნება ეგ.
ღმერთმა იცის ეგა. მივანდოთ ღმერთს, მივენდოთ და მადლობა უთხრათ ღმერთს, რომ ის არის სამყაროში. ის განაგებს ყველაფერს და არა სტალინები და არა ღრუშოვები და ვიღაცა დეფექტიანი ხალხი. ღმერთის ნებით იყო მან და ათეიზმი ხალხო ღმერთის ნებით. როგორც გულს უქვავებდა ფარაონს. და დღესაც რაც ხდება საქართველოში, სულ ყველაფერს ის ხედავს და ისმენს ღმერთი. სულ ყველაფერს. მე შემშვიდეს მაძლევს. გიშსაგავს გუბაზები და ვიღაც ზოგი გულწრფელად უკვე გიჟი არის. დაწყნარდი, დამშვიდი. ვერაფერს ვერ შეცვლის ადამიანი, ვერაფერს. ღმერთი ჩათვლის საჭიროც წავა სააკაშვილი. ვერავით არის არჩევნებით. თუ ღმერთს არ უნდა, სააკაშვილს ამერიკა დააყენებს. რომ მაგას აქვს ფუნქცია და ჩვენ ის უნდა შევისწავლოთ რა ფუნქცია ავალია და რატომ არის ეს მოვლენილი. რატომ იყო სტალინი. ჩვენ სტალინის ფენომენი ღმერთთან თუ არ გავიგეთ, ისე ვერ ამოხსნით მაგას. და მაგას გავიგეთ აი ბიბლიიდან. ბიბლიაში რამდენი მეფეებია, რამდენი სტალინისნაირი ხალხი, რამდენიც გინდა ბიბლიაში არის. აბა ვინ არის ის ზებილი და ის ახავი, ვინ არის ეგენი? ხო გასვოთ აქაბირე, ეგ ვინ არის თუ არას და რას აკეთებს ის? და რამდენი კიდე მასეთები. ასე რომ ამდამაც ის გვიკვირს ამ სტალინის და იმის. ოდითგანვე ისტორია სავსეა ეგეთი ხალხით. და ჩვენ ის ვიცოდეთ, როდის განაწესებს ესეთ ხალხს ღმერთის სათავეში. და დიდი დოზით დიქტატორები არიან. ესე იგი ღმერთი რაღაცას გვეუბნება ჩვენ და ჩვენ გვინდა კარგი მართლობა, მაგრამ ვიმსახურებთ ჩვენ კარგ ხალხს, კარგ მართლობას და ამას ღმერთი არ გვიგზავნის? როგორც ჩვენ ვიმსახურებთ ყველა მოსახლეობა კარგ სახელმწიფო წყობას და ღმერთი ორიც არის პარტყუნებს, რა თქმა უნდა მაშინ ეგეთი ღმერთი. მე გამკვირვებია მართლმადიდებლისა, ეხლა რის აღდგომას აღნიშნავს საქართველები. არა წვენიათ. საერთოდ წამთ აღდგომის. აი სულ უნდა ჯოხით უნდა გამოყარო ეგენის. აი განსაკუთრებით მღვდლების გამკვირვებია. არა წვენიათ მაგათ. 100%-ით ვიცი რომ ამათ არ ჯერათ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი რო დაგნიშნავს პატრიარქად, შენ ღმერთს იწამებ. ეგეთი რამე ხო არ არსებობს. არ არსებობს ეგეთი რამე ლოგიკურადაც რო თქვა ხო? ამის ნიშნები არ არის, ამას არ მოუნანიებია, არაფერი არ უთქვია, არ მოყვა თავი ისტორია, როგორ გაზარდეს, რა დავალებით შემოიყვანეს, ათეისტურ ქვეყანაში შენ პატრიარქი როგორ შეიძლება იყო, 70-იანი წლებია. რამდენი შენ დროს, რამდენი ხალხი ისე წავიდა, რომ შენ ღმერთზე არაფერი არ გითქვია. არ უნდა მოინანიო, გარო, აი მე ვემსახურებოდი საბჭოთა კავშირს, ვიყავი აი ესა და ეს ჩინოსანი. თქვენც არ მომიკვდეთ. თორე განა იმას ვიწახი, რომ არ შეიძლება. მონანიების შედეგად განახლებული კაცი როგორ არ შეიძლება, კაცო, უფრო საყვარელი ხარ. ამ კაცს არ მოუნანიებია და ესე იგი ისე ვაგენტად რჩება. ჩუმად არის, ხმას არიღებს და არაფერს არ იძახის. ბევრჯერ განვიხილეთ ეს თემა ჩვენ, რომ კარგად დავინახოთ და არ მოვტყუდეთ. ლაპარაკი არის ჩვენი სულის გადარჩენაზე. და არა ქვეყანას პატრონი ყავს ღმერთი. ჩვენ ვერ გამოვასწორებთ ვერავის. ლაპარაკი არის ჩემი აზროვნებაში თუ შემოვიდა სულელური გაგებები სატანური, მე დავიღუპები. ამიტომ სწორად წავიკითხოთ მთელი რიგი მოვლენები, რომელიც ჩვენ წინ გვიდევს და ამ შემთხვევაში ჩვენ კარგ სამსახურს გაგვიწევს სწორედ მუდმივი გაცნობა იმ ისტორიული სურათებისა, რომელიც პირწმინდად ჩაწერილი არის და ღმერთის მიერ არის ჩაწერილი და კონკრეტულად და არქეოლოგიურად დადასტურებული ისტორიულად მომხდარი ამბავი. არ არის ზღაპარი. ჩვენ ასეთი გქონდეს მასალა და გვერდზე გავწიოთ. ესე გაწეული რო ქონდა ქართველ ერს, იმიტომ იყო კარგად, თორე მე 15 საუკუნის საქართველოს შევარცხვინე მე. ევროპაში რა ხდება და ესენი კიდე სად არიან? მუსულმანების გარემოცვაში არიან და ეხმალავებიან მუსულმანებს. თუ ქრისტიანი ხარ, ევროპასთან რატო არ გაქვს საქმე? რატო არ გაჭერეს მაშინ ევროპასთან გზა? ვინც გაჭერა ხო ხედავ ვერაფერი ვერ გააკეთა. გამოპინტრიშ და უკან და ტყავი გააძრეს. იმიტომ რომ არ მიიღებენ რა, შენ სხვა ხარ რა, მართლმადიდებლური აზრებით არ მიიღებენ. ვინ იცის კიდე რა ილაპარაკა იმან? ჩვენ არ ვიცით რა ილაპარაკა და რატომ არ მოусმინა ლუდოვიკომ? რატომ არ მოусმინა? ახლა ერთი მორწმუნე უნდა და კიდე თავიანთი ეყოფო და კიდე წვერებში და იმაში. და ღმერთმა არ გაგვიშვა მეგობრებო, იცი? მზად არ ვიყავით ჩვენ, მზად არა ვართ. ქრისტეს არ იღებთ ახლა ლუდოვიკო კიდე ღმერთით იმართება ხო? ქრისტე უნდა მიიღო შენ ტერიტორიაზე და საწანწალოდ კი არ უნდა წახვიდე, გასტრონომში კი არ იყიდება. შენ ტერიტორიაზეა იქა და შენ ლუდოვიკოსთან გარბი ხარ? სულხან-საბას შეცდომა იცით რა არის მეგობრებო? ქრისტე არის სულ ყველგან. ლუდოვიკოსთან წასვლა არ დაჭირდება არავის თუ ქრისტეს აღიარებს თავის ტერიტორიაზე. მერე ყველაფერს ისაკეთებს. დაეხმარა? ვერ დაეხმარა. არაფერიც არ გამოვიდა. იმის მერე იარეს, მე რუსებთან შევიდნენ. ბაგრატიონებმა კიდე როგორ შეცდნენ? თავიანთი საგვარეულოს გადარჩენა უნდათ, ვიმეორებ. შეეტენენ რუსებს და აწენეს არ დაიცვეს იმეებმა. იმიტომ რომ თუ შენ დაიპყარი ჩემი ქვეყანა, მე როგორც სამეფო დინასტია ლიკვიდირებული ვიქნები. და ამებმაც რო აიღეს ეხა მეფე რაღაც მინდა და რისიც ეშინოდა ბაგრატიონებს ის მოხდა. 1800 პირველ წელს გაუქმდა იგა ხო? დამთავრდა. ბაგრატიონის დინასტიამ არსებობა შეწყვიტა.
ისმის კითხვა არ იყო სწორე 100%-ით სწორე იყო რამდენ სული ამოხათა მაგ საგვარეულო იმან დინასტიამ ფეოდალები დააწესეს ჩინები აზნაური თავადი აზნაურობას გიბოძებ მაიწყნდაში დეტალს ავიღებ და ისტორიულადაც შეიძლება ესე არის და ესე იყო თუ გახსოვთ როდესაც უტევენ უკვე 40 ზარბაზანი მეზარბაზნების გამო უცნაურია კიდე ქართულს რატო არ ყავდა მეზარ რა უნდა და ზარბაზნის ცოტნას გასროლას შეაგდა ის ბურთი გამოკარი გავარდება და წარმოიდგინეთ ესე იგი მეზარბაზნები არ აყავთ რა დონის ქართველებია ხო და შეისწავლავინა მათებით შეუგროვებია სოფელში ბიჭები და იმება ყველა მიციან სროლა ხო ზარბაზნების ხო და როცა ერეკლეს გახედავს ჭოგრიჩი და ვინ არიან ესენი და მოახსენებენ რომ ეს მათებიჩის ლაშქარია სოფლებში რომ შეგავ კარგად მოდიან მიხმეთო მათებიჩსო მათებიჩ ოხნოს და ეთყვის ეს აი ჩვენი ზარბაზნებიო ესე ალყაშიაო და თუ გაარღვევ ამას და აიღებო იმასო აზნაურობას გიბოძებო უმალ გიბოძებო დაკვიდით აზნაურობას გიბოძებ ესე იგი მეფეზე იყო დამოკიდებული გიგნა აზნაური იქნება გინა თავადი არ არის კრეტინიზმი ესა და რა თქმა უნდა შენი აზნაურობა აი სახლი მქონდა რაღაცა და ის დამიბრუნებო და ეს დებილმა არც იცის რას თხოვს და წავე გააჭენა ცხენი მე უბრალოდ ის დეტალი ამოვიღე აზნაურობას უმოლ გიბოძებ მეფეზე იყო გინდა აზნაური გინა თავადი იქნები რა არის ეს ვინ ახარ შენ ან რას ნიშნავს დაყვა ადამიანები აზნაურებად და გლეხებად და თავადებად და ბატონებად და ყმებად ვინ მოგცა ამის უფლება და ღმერთს ეს მოეწონებოდა ბაგრატიონები იმიტომ გააფება ღმერთმა რომ ხალხი დაჩაგროს შენ რო არ გიყვარს ღმერთს უყვარს რიგითი ადამიანი მარტო ღმერთისთვის არის საყვარელი რიგითი ადამიანი არავის არ უყვარს ღმერთის გარდა ეგ რწმენა თუ არა გაქვთ თქვენ საქმე შავად არის ვინ შეიყვარებს რიგით ადამიანს კარგით რა გაგიკარებენ რომ ან ჩინი თუ არა გაქვს ან რაღაცას თუ არ წარმოადგენ ან ძმაკაცი არა ყავს ვიღაცა და ზარე და ხარ რიგითი უშინო მიუღებელი ხარ გადაგდებული ხარ ეგ არის უსახკარო ეგ არის მიუსაფარი ადამიანი მარტო ქრისტეს უყვარს ესეთი ადამიანი მარტო ღმერთს ლაზარეც უსახკარო იყო გაურკვეველი მისამართის მქონე ადამიანი და ღმერთმა მიიღო და ის მდიდარი ჩინოსანი იტყავს აძრობდა იქა ლუკასთან წაიკითხეთ ამიტომ იყო მეგობრებო რომ როცა ჩვენ ვიხილავთ საქართველოს ისტორიას წარსულებში როა ხალხი წერა წარსული არაფერი სატრაბახო ჩვენ არა გვაქვს მომავალი კიდე კაცმა არ იცის როგორი არის ბიბლია კი გვეუბნება მაგრამ ადამიანი მომავალს ახლა ვერ ააშენებს ეგ არის ზღაპარი ადამიანი მომავალს ვერ ააშენებს იმიტომ რომ მომავალი აშენებული არის სამყარო შექმნილია თავისი ოკეანები თავისი ეს ყველაფერი ღმერთმა ჩაგვაბარა ჩვენ არ მოვიხმართ სწორად და თან განსაკუთრებით ღმერთის შემწეობით და წყალობით ტყავიც გაგძვრება ხო და არის ტყავის გაძვრების პროცესი არის პლანეტაზე და შვებას ქრისტიანები მაინც პოულობენ თქვენ წარმოიდგენეთ იმიტომ რომ იციან რომ ეს ამით არ მთავრდება ველოდება უკეთესი და ამ იმედით ცხოვრობს დღეს ქრისტიანი გერგვას ქრისტიანი სწორედ ეს არის იმედის მომცემი და ყოველი ამის მერე თუ რაღაც ჩავარდნები გაქვთ თქვენ ეგ უკვე გადააფასეთ თქვენი ის რომ რაღაცაშია საქმე ხიბლი მაინც აქვს ამ ხილულ სამყაროს და მაინც რაღაც სურვილები არის და განუხორციელებელი სურვილები სევდას იწვევს ტანჯვას იწვევს შიშები შემოდის აიმე რა მეშველება აიმე რაღაცა მოხდება ნაშველია მეგობრებო აღდგომამ დაადასტურა პლანეტაზე არ არსებობს ადამიანი რომ გამოსყიდული არ იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის ადამიანი ამას იწამებს ნაშველი აქვს დედამიწას და დიდი ხანია ნაშველი აქვს აგერ 2000 წელია უკვე და რა გოშველებო რომ ნაშველი არა ვარ რაღაც ამ ცხოვრების მატარებელი აირიხინებს მალე და აიყრებს ლიანდაგები ახლა რამდენ ხანს იქნება ახლა ეს დედამიწა და რამდენ ხანს იტრიალებს ამის ღერძის გარშემო და რამდენ ხანს იქნება მზე ახლა პლაზმა ამდენ ხანს მუდმივად ანათებს და ანათებს მიუღებელია არა მარტო ბიბლიურად არამედ მეცნიერულადაც მზე ჩაქრება მაგასაც თუ აქვს დედამიწის ტრიალით შეწყდება არ შეიძლება ამდენ ხანს იტრიალოს ამან და მიწისძვრებითა და იმეებით იყოს და იყოს მარადიულად ეს დარვინიზმის თეორია მეგობრებო ყოველივე ამის მერე ახლა აღდგომის გადაგება საქართველოში უნდა მიდიოდეს ზუსტად ადეკვატურად იმისა რაც ბიბლიაში მოწოდებულია და ეს არ ხდება მაგრამ ეს კაკებეშნიკი რო აღდგომას აღნიშნავს ეგ უკვე მკრეხელობად ჩაითვლება მეგობრებო სახელმწიფო უშრევის პოლკოვნიკი რომელიც შემოწურებული არის 77 წლიდან საქართველოში ის ატარებს ამ რიტუალს არაფერი მადლი ერს არ ექნება და თუ ხედავთ არც არის არ არის მადლი საქართველოში პირიქით თლიანი ის არის რაღაცა გაუტანლობა გულციობა შევიდა საქართველოში ეკონომიკური გაჭირვება და დემოგრაფიული რაღაცა ესეთი დანაწილება ტერიტორიებისა ხალხის გადაყრა გადამოყარა საშინელება არის ხო რაც ხდება დღევანდელი საქართველოს სურათები ბიბლიურად თუ წაიკითხება სწორედ თორე არა ბიბლიურად ყვავის მაღაზიებში წარწერებია უცხოური ტრიაპკები დაიყარა მანქანები დადეს იცოცხლეთ მაგარი ცხოვრება არის ხო თვალით ესე ჩანს
აბა ბიბლიურად წაიკითხეთ ბიბლიური იმიდან. ეს კარგია რა ხდება? მაღაზიის გახსნა რო იყოს, ბედნიერება იცოცხლეთ ეშველება, მაგრამ ესე არ არის. ხო, ეს გზა კიდე საითკენ მიდის? ძალიან ადვილი წასაკითხია ბიბლიიდანაც. ეს ფოკუსნიკობა ეხლა რელიგიური თეატრალობა უკვე ეს იმდენად მოსაბეზრებელია უკვე რომ აგერ ადამიანი ვარ და მე მომბეზდა და ღმერთს მით უმეტეს. მოპესტები ესა და დამთავრდება ეს ფოკუსები რა. არ არის საჭირო კაცო ეს. არის ეს რა ჯანდაბა არის ეს ხო? ერი კაცო 21 საუკუნე კიდე დუჟმორეული მღვდლებს დაძდევ იქა და რა ბოთე კაც რომელიც ცალფეხი საფლავში აქვს რა აღდგომა უნდა იქადაგოს მაგან კაცო ერთ. აღდგომა კი არის. აღდგომა არის არაერთ კონკრეტულ დღეს ქრისტე აღდგა და არის და არის. აღსგარი ქრისტესთან არავინ არ ლაპარაკობს და კალენდარულ ქრისტესთან წელიწადში ერთხელ კვერცხებს დაუჭახუნებენ. ხო, ეგ სიბნელის ბრალია თქვა. ჩვენც იმიტომ ლაპარაკობთ, ჩვენთვის ლაპარაკობთ ახლა და ვის მოისმეს ვისაც უნდა არ არის პრობლემა თორე გაგებით კი მე მესმის მათი. არ ესმით და როგორც აღზრდი კაც ხო ისე არის, როგორც მიაწვდი ისე გაიმეორებს. როგორც მიაწოდეს ადამიანი ექვემდებარება ამას, ავტორიტეტებს ექვემდებარება, ჩინოსნებს ექვემდებარება და ტელევიზიიდან მოწოდებულ სახეებს უჯერებენ. რაც არ უნდა სიბრძნე ილაპარაკო თქვენ სახში, ნაკლებად მოგაქცევთ ყურადღებას და თქვენი, მაგრამ საკმარისია თქვენ ორი კვირით ტელევიზორში დაждეთ, თქვენი ავტორიტეტი სახში აიწევს. ეს მოქმედებს, ეს აღიაროთ რა. ჩინი მაგარი რაღაცა, აბა მას ახლა ტელევიზიას რო არ ქონდეს ეს როლი, გაზეთს, მე რაღაცა წოდებებს, აი დოცენტი ვარ, ესა ვარ. სატანა ამით არ სარგებლობს. სწორედ არც ერთი ჩინი არ ქონდა იმას ქრისტეს. არ დაგაფიქრათ ამან. ყველა ჩინი გადაყარა პავლემ. რაღაც არის ამაში ხო? არც ერთი ჩინოსანი მოციქული არ ყავდა. მიაქციეთ ყურადღება. თუ ჩემი აზრი გაინტერესებს, მე საბჭოთა კავშირის განათლებას არ ვცნობ. მე არასოდეს მიტრაბახია და არც არავის არ მithქვია რომ მე აკადემია დამთავრებული მაქვს. არა ეგ სირცხვილია, ეგ დაკარგული წლებია ხო ბევრჯერ იცით ჩემგან. ზუსტი პირდაპირ გაგებით ვლაპარაკობ. ის 5 წელი დაკარგული წლები იყო. დაკარგული. მაგრამ რაღაცა ოპიტი შევიძინე ცხოვრებაში, ინსტიტუტ და ურთიერთობაში, ლექტორები და სწავლთორი. ისე შემეცნება 0. სულ სხვაგან ვისწავლე მე კაცო, სულ სხვა რამე ვისწავლე მე. ხელოვნების ისტორია მე დამოუკიდებლად ვისწავლე. ხელოვნება მწოდნე მე ვარ არა ინსტიტუტიდან. არამედ ჩემთვის რომ ზავეწაფე წიგნებს და დამთავრდა. მარქსისტმა რა ხელოვნება უნდა მასწავლოს მე 70-იანი წლები 60-იანი წლები გაქანებული კომუნისტობა ვირა უნდა მასწავლოს წიგნები საერთოდ არ არის. ასე რომ მე ჩემი თავი არასოდეს საბჭოთა ხელოვნება ვწოდნეთ არ ჩამეთვლია და მე მწვენია მაგის. მე არ ვიტყვი მაგას. მე არაფერი არა ვარ. და მართლაც მე მართლა აღარაფერი არ მე დავემსგავსე იმ კაცს რომელმაც ყველაფერი ვარი თქვა და დაიწყო ახლიდან. ხო ამიტომ რო იტყვენ მე აღარაფერი აღარა ვარ არც ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული არაფერი არ მაქვს მე. გადავყარე ყველაფერი. დაბადება ეგ არის. ეგ უჭირს ყველას. თვითონ აღარა როგორც პავლემ გადაყარა ყველაფერი. არც არ იცახის პავლე რომ დიდი თეოლოგია და ის უბრალოდ რომ წარდგება აუდიტორიასთან მე თქვენზე მაგარი ისავე ვიყავიო და თქვენ მეტრაბახე მე გადავაგდე ის რაშიდაც თქვენ ყვეხარა ხართო და თან კიდე რაშიდაც შენ ტრაბახობ მე იმაში მაგარი ვიყავი და ის მივატოვე. ესე იგი დააკვირდით სხვა სიტყვებით. აი ქართულ ლიტერატურაში ვიღაცა მეჯიბრება მე ხო? მე ვიყავი ეგეთი, შენზე უკეთესი ვარ, ვიდრე შენ ახარ და მე ვარს ვიძახი მაგაზე. და შენ ეგეც მაგასაც ვერ ახორციელებ. ასე რომ მანდ ძალიან ადვილი გასაგები არის. რატო ხდება ესე იცი? როგორც გააზარდეს, როგორც აწვდიან და ჩინებს უჯერებენ და ტელევიზიაში ხა ბუთელი ახლა მოქმედებს ფორმა იცი, წვერი, გუდი, ჯვარი, თან ტაძარი, მრევლი დადის, მაგრამ მოქმედებს. აზროვნე ეგ არის სწორედ მანდ რომ გამოხვიდე. და კარგად შეხვიდე რა, როგორ გვატყუებს პიროვნება. არასწორი სიყვარული არის, აბნელებს ცნობიერებას. ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული ანათებს ცნობიერებას. ამიტომ სიყვარული მხოლოდ ქრისტიანული არის. ქრისტესთან დაახლოებული კაცს შეუძლია თქვას, რომ მე მიყვარს. სხვა დანარჩენი დაბნელებულია და უბნელდება. დაინახავს ლაფშო დამთავრდა, ტვინ დაბნელებული აქვს. ხო არის ორი კაცო, სატანა არის. ესე იგი ყველაფერი იმ ტერმინებს ეს იყენებს. თუ სატანა არის, ყველა არსენალს გამოიყენებს, აი სიყვარულსაც წაიღებს მაგ აგებას შემოიტანს შენში, რომ აი გიყვარს და ძალიან მარტივი კითხვა მოდის. თუ გიყვარს ადამიანი, აი ესე რატო ბნელდები და რატო ვერ ხედავ ვერაფერს და მე თუ გიყვარს ადამიანი, რატომ ხარ ესე შეურაცხყოფილი, რატო ვერ უსმენ, რატო ვერ იგებ, ხო, რატო ვერ ხედავ? შეყვარებული თუ ხარ, რატო ვერ ხედავ? და მართლაც, ხო, სატანური სიყვარული ბრმა არის. ქრისტიანული სიყვარული ხედავს. მე ვხედავ და იმიტომ მიყვარხარ. იტყვის ქრისტიანი. მეორე კიდე იცი რა, ბნელა და ვერ ვხედავ და იმიტომ მიყვარხარ. დაუბნელი, შემიყვარ და ამბნელდა. და მართავს ამ ბნელ კაცს მე ნებისმიერი. არის რა ატყუებს ახლა ეს აღდგომა ახლა და ახლა ცეცხლი ჩამოვა კიდე იქიდან და არის შიზოფრენია და ფულისყა და ოჰოჰო როგორ ის უნდა იყოს რისხვა ღმერთი. როგორ შეიძლება ესე მოტყუება და რამდენი ჯოგი მოატყუეს?
ჯერჯერობით სატანა არ აკეთებს ამას, მე მინდა თქვა, ამ ეტაპზე სატანას მოქმედება ასეთ სასწავლებში არ არის და ქიმიური საშუალებით შეიძლება. ეგ შესაძლებელია და არის ეგ, ზუსტად ეგ არის. სატანა მერე გააკეთებს ანტიქრისტე რომ მოვა, მერე გააკეთებს სასწავლებს გააკეთებს. ეხლა კიდე ისეთ დონეზეა, თელი რიგი რაღაცეები, მიღწევები, ქიმიური მიღწევა, ყველაფერის გაკეთება შეიძლება. ეჭვიაც არ შეგეპაროთ. არის რა, ბლოდ ბევრ რაღაცა დამალული იყო და აი იყენებს ეგ ხალხი ახლა მაგას ჯოგის მოსატყუებლად. როგორ შეიძლება ეგა რა? ან რატო უნდა ზდიოდეს ახლა სისხლი? ცოტა დავფიქრდეთ რა ხალხო რა. რა ფოკუსები, რა თმედა ეს ფოკუსები? კითხვა დავსვათ ბიბლიდან, რატომ უნდა ცეცხლი ჩამოგდიოდეს შენა და რატო უნდა ზდიოდეს იმას სისხლი ამიხსენი? მაგ სივრცეში, მანდა მაინც მართლმადიდებლობაში და სხვაგან ეგეთი რამე არ ხდება. კითხვა დავსვათ რატო ხდება მანდა? პასუხი მართლმადიდებლებს მაგარი მორწმუნეები ვართ ქართველები და იმიტომ გეტყვის ეგა. გამოჩნდება უახლოეს მომავალში. ხო და ეგ გაუგებარი არის, იცით როგორი გაუგებარი არის, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ამ თემებზე და როცა უკვე ემოციური, დაბნელებული გონება არის წინ, ძალიან ცუდად განიცდის ამას. ის იტყვის სიყვარულს და ამ დროს სიყვარული კი არა, მას სიყვარული საერთოდ არის სინათლე. ჭეშმარიტებაა სიყვარული, იმიტომ რომ სიყვარულის თავწყარო ღმერთი არის და ამავე დროს იმას უამრავის აქვს სინათლე, სიკეთე, ჭეშმარიტი ობიექტურობა. მე სიყვარული არის ობიექტურობაც. რამოდენიმე იმას მოიცავს. ხარ რა შეყვარებული ემოციით დატვირთული, რომელსაც ქვია სიყვარული, ეს იმას ნიშნავს, რომ ხარ კეთილი, ხარ ობიექტური, ხარ ძალიან სამართლიანი და ძალიან გამჭრიახი ხე. აბა მე სხვას არ ვცნობ არაფერს. ასეთი იყო მაცხოვარი და სწორედ იმას აქვს უფლება იძახოს მიყვარს და მასთან დგომ ადამიანებს. სხვა დანარჩენი ახლა ბოთესავით მიდი ხარ. რა სიყვარული ახლა ეგ არის ემოცია, ინსტინქტები და ფიზიოლოგიის კანონები. ფიზიოლოგიის კანონებს რო აურევს სულიერ კანონებში. ეგ არ არის მეგობრებო სწორი.